სამოქალაქო თავდაცვა, ბუნკერების სისტემა, როგორ გადავრჩეთ პრაქტიკული რჩევები, ეს არის თემები, რომლებზეც დღეს ვილაპარაკებთ. გამარჯობა, დღეს 22 სექტემბერია 2025 წელი, მე რატივარ მუნჯირი ჟურნალისტი, თადარიგის მთავარი სერჟანტი თორნიკე გერვანაძე და თადარიგის მასტერ სერჟანტი კობა მერგულაძე. თქვენ უყურებთ პროექტს რა ჩემი თვალით ნანახი ჯარი, როგორც ხედავთ დღეს ცოტა განსხვავებულ გასვლითი გადაღება გვაქვს, კობას ვესტუმრეთ და დღევანდელი საუბრის თემა იქნება იმ თემებიდან ერთ-ერთი, რაც თქვენ შემოგთავაზეთ და ეს არის სამოქალაქო თავდაცვა, თავშესაფრების სისტემა, ბუნკერები და ასე შემდეგ. მადლობა ერთგულ გამომწერს, მადლობა რომ აქტიურობთ კომენტარებში და თქვენთვის საინტერესო თემების წინწამოწევას ახდენთ. ჩვენ ვეცდებით თემატურად ასე ვთქვათ, გავაგრძელოთ სწორედ აი ამ თემებიდან გამომდინარე. როგორ ხართ ბატონებო? ჩვენივე. არაჩვეულებრივად. რას ფიქრობთ მაყურებლის შემოთავაზებულ თემაზე, რამდენად საინტერესო არის? პირველ რიგში, მოკობა. პირველ რიგში მადლობა რომ ესეთი ჩართულობა არის და კარგია როცა საზოგადოება თვითონ რასაც ითხოვს იმაზე იმუშავა და მიაწოდო ინფორმაცია. ჩვენ ახლა მთლიანობაში კობას დავუკავშირეთ რა თქმა უნდა, ჩვენ მეგობარს რომელიც ისე თუ ასე გარკვეულია ამ სისტემაში, საქართველოშიც და უკრაინაშიც ნახა და თავის თვალით ნახა მოკლედ რა საჭიროა. შვეიცარიაშიც ნახე, მათ შორის შენც ნანახი გაქვს შვეიცარია და ასე. შვეიცარიაზე შემიძლია თავიდან რაღაც პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ. ორივე ვართ ნაყოფ პრინციპში შვეიცარიაში რაღაც გარკვეულ კურსებზე და შვეიცარიას აქვს ესეთი პროგრამა, როცა მას სტუმრობ, როცა ეწევი შვეიცარიას, მაქსიმალურად ცდილობენ რომ განახონ ეს თავიანთი ბენეფიტები ამ მხრივ, თავდაცვის მხრივ და ბუნკერების ახლა ყველა ბუნკერში არ ვარ ნაყოფი ზუსტად ვიცი, მაგრამ სისტემა თვითონ ხო გვანახეს და ათეულობით ბუნკერში ვარ ნაყოფი შვეიცარიაში, მათ შორის ერთ-ერთი გასაიდუმლოებული და მხოლოდ აი სამხედროებისთვის. დანარჩენი ნუ ეხლა რაღაც კაფეებად ქონათ გადაქცეული რაღაც ტურისტულ ზონებად და ისინიც მოვიარეთ. დაახლოებით 30 ბუნკერში ვარ ნამყოფი. აი, შვეიცარიაც ახალი შევიდა ხო ზოგადად თემა მიმოვიხილოთ. ზოგადად თემა წევანდელ შეკითხვასთან დაკავშირებით გავაგრძელებდი, რომ ძალიან კარგია რომ თქვენს მაყურებელში არის დაინტერესება ამ თემით რა. ესე იგი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ერი ემზადება იმისთვის, რაზეც წინა პოდკასტშიც ვილაპარაკეთ, თუ რო რამე იყოს, ანუ ხალხმა უნდა იცოდეს როგორ დაიცვას თავი. კარგია მაყურებელი, ესეთი მაყურებელი რომ ყავთ, რომელიც დაინტერესებულია ამ თემით რა. იმედია მარტო სამხედროები და ყოფილი სამხედროები არ გიყურებენ და არიან ძალიან ბევრი ახალგაზრდები, ეხლა მე წინა ვიდეოების კომენტარებს რომ გადავხედე, კარგი ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულები არიან. სახელმწიფოებრივად აზროვნები. სანამ გავაგრძელებთ, ერთი ესეთი კითხვაც იყო, რომ რანაირი მასტერ სერჟანტიო, სად გიმსახურიაო და ან ტროლია და მაშინ თავი დავანებოთ. ანუ უბრალოდ არაინფორმირებული ადამიანი და მოდით ვაკი არაინფორმირებული ადამიანია. მოუყვეთ სად გიმსახურია. თელი ჩემი ბექგრაუნდი ჩამოყვე? ნუ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავიარე 1998-2000 წლებში. მერე დაიწყო წვრთნის დაღშურვის პროგრამა 2003 წელს, 2002-ში დაიწყო უბრალოდ. მაგრამ პირველი იყო კომანდოს ბატალიონი, შემდეგ საჩხერის სამთო-სროლეთა ბატალიონი და შემდეგ შავნაბადას 113 სუქოიდი ბატალიონი, რომელშიც მე მოვხდი, ვიმსახურე მაგ ბატალიონში, მაგ ბატალიონის შემდეგ ვიმსახურე ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანითში ინსტრუქტორად. რავი, იმ ბატალიონში ასეული სერჟანტი ვიყავი, მასტერ სერჟანტის თანამდებობაზე მაშინვე ვიყავი, მაგრამ მოგეხსენებათ წოდების სისტემა არ იყო ისე რა, ჯერ ყოველ 6 თვეში გემატებოდა წოდება, შემდეგ ჩვენ შევცვალეთ. რა მე ვფიქრობ აბსოლუტურად არა, მთავარი სერჟანტის კურსი აქვს ამერიკაში გავლილი, აქაური. არა, მარტო მთავარი სერჟანტის კურსი მაქვს, მეომარი ლიდერის კურსი მაქვს გავლილი. გერმანიაში ხო? გერმანიაში, მე-7 არმიის სერჟანტთა აკადემიაში, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების. მაქვს უფროს მეთაურთა კურსი გავლილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამშვიდობო ოპერაციების ინსტრუქტორის საწვრთნელი კურსი მაქვს გავლილი ჩეხეთის რესპუბლიკაში და ჩამოვთვლი ხა ბევრ რაღაცებს შვეიცარიაში. არა, დავატმოყოფილოთ ადამიანის ლიდერშიპის კურსი, შემდეგ თანამდებობებს ჩამოვყვები. ჩემი მსმენელები დღეს აი თუ უყურებენ, ზოგი პოლკოვნიკი არის ახლა უკვე წოდებით, იმიტომ რომ 2007 წელს მსმენელებში გულისხმობ ვინ შემოგვამზადდა. აკადემიაში ვიყავი მათი ინსტრუქტორი, უკვე სერჟანტის წოდებით, უფროსი სერჟანტის წოდებით ვიყავი აკადემიაში. ოცეული სერჟანტი და ანუ ეგოფიცრები დღეს არიან ვიცე-პოლკოვნიკები და პოლკოვნიკები ზოგი. ასე რომ მე ვიყავი მე-5 ქვეითი ბრიგადის სერჟანტიც მათ შორის. ვიყავი
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კაპიტნის სკოლის სერჟანტი ვასრულებდი თორნიკის მოვალეობას, როდესაც თორნიკი არ იყო აკადემიის სერჟანტის მოვალეობას ვასრულებდი. ასევე ანუ ვასრულებდი საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მოვალეობას, რადგან არ დამნიშნეს იქ, ანუ არ ვიცი, მე დამნიშნეს კურსების უფროსად და ასე შემდეგ, საკმაოდ დიდარი ბექგრაუნდი მაქვს და მე დავამატებ, რომ აი თავდაცვის ძალებში და მის გარშემო ვინცაც უმსახურია და კობას იცნობს შორიდან თუ ახლოდან ეჭვს ვერავინ ვერ შეიტანს კობას მასტერ სერჟანტობაში კი არა და კობა მთავარი სერჟანტია ჩემ თორში წინა გადაცემაში თქვი კობასთან ერთად რომ არა ვინმე საინტერესო უბრალოდ რაღაცა წოდებრივი ის იყო აი ვფიქრობ თქვენი ინტერესი დავაკმაყოფილეთ და ეხლა გადავიდეთ უშუალოდ სამოქალაქო თავდაცვაზე. რას ნიშნავს საერთოდ სამოქალაქო თავდაცვა? სამოქალაქო თავდაცვა, ანუ თავისთავად მეტყველებს სიტყვა სამოქალაქო თავდაცვა რასაც ნიშნავს. ანუ მოსახლეობა უნდა იყოს მზად საბრძოლო მოქმედებებისკენ, ანუ აგრესორის შემოჭრის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს იმისთვის მზად, რომ ნაკლები მსხვერპლი იყოს მოსახლეობაში პირველ რიგში და ასევე წინააღმდეგობა გაუწიოს მტერს, შეძლების და გვარად. ამისთვის ახლა ძალიან კარგი რაღაცა ვიკეთება, ანუ ეროვნული ისა გვარდია ყავს ჩვენ, ეროვნულ გვარდიაში არის რეზერვის პროგრამები და ჩვენ საკმაოდ პატარა ქვეყანა ვარ და მხოლოდ იმ რეზერვით, რომელი რეზერვით ყავს გვარდიაში, რომელსაც მომზადებთ, გაგვიჭირდება მტერთან, ანუ ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი დაინტერესებული, ანუ განსაკუთრებით ჩრდილოეთი მეზობელი არის დიდი მტერი ჩვენთვის დღეს ამ წუთას და აქედან გამომდინარე ჩრდილოელ მეზობელთან საბრძოლველად ჩვენ მეტი რესურსი გჭირდება ადამიანური. მომზადებული ადამიანების. თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ ყველა აუცილებლად უნდა იყოს მოიარიშე, ან ქვეითი და ასე შემდეგ რა. ომიხო კომპლექსურია. ან სამოქალაქოების მომზადება როგორ უნდა მოხდეს საიდან და სკოლაში როცა არ ვიცი თქვენ როგორ გასწავლდნენ, მაგრამ მე როცა სკოლაში ვიყავი, სამხედრო ეგეთი გაკვეთილი მქონდა. ოღონდ ის იყო, რა ქვია, არც მულიაჟები იყო, არც რამე უბრალოდ პლაკატები იყო კალაშნიკოვის რუსულ ენაზე და მასწავლებელიც რო გითხრა რომ რამეს ანუ ჩვენი მოვალეობა იყო დისციპლინა, რომ ვარიყავით და მთელი ლექცია არა და სამწყობრო მომზადება სავარაუდოდ რა. სამწყობრო უკვე უნივერსიტეტში იყო. სკოლაში სამწყობროც არ იყო, ეს რაღაც ვისხედით და აბსოლუტურად გაუგებარ ბავშვებისთვის შეიძლება. გასართობ გადამაწყვეტ. გასართობიც არ იყო, ვერც გვართობდა, უბრალოდ ვისხედით და არაფერს არ ვაკეთებთ. ხო, ანუ როგორი შეიძლება იყოს სკოლაშივე ვთქვათ, აი ეს როგორ შეიძლება შეიტანოთ, ისე რომ თან მოსწავლეს ეხავს იქ კარ დაუმახინჯოთ, თან რაღაც დავაინტერესოთ და აი რა შეიძლება მივაკეთოთ. მათთვის სახალისო იქნება ალბათ რა. ხო, აი მაგას ხება, მულიაჟიც კი არ ყოფილა რაღაცა ნიარაღი დაშალვა აწვა. ანუ ამ ბოლო დროს განვითარებული მომავლენებმა გვაჩვენა, რომ ძალიან კრიტიკული არის პირველადი სამედიცინო დახმარების ცოდნა. მე თუ მკითხავთ გარკვეული დოზით პირველადი სამედიცინო დახმარება, ანუ ეს ინდივიდუალური მომზადების ნაწილია და უნდა იყოს სკოლებში აუცილებლად რა. ანუ მარჩის პროტოკოლი არის ესეთი საერთაშორისო პროტოკოლია, ანუ მასიური სისხლდენა, შოკი, ანუ რესპირატორული გზების გაწმენდა და ასე შემდეგ რა. აი ყველაფერი ისწავლება, მათ შორის მოტეკი ხილობები, დამწრობები. და ყოველდღიურობაში შეიძლება გამოადგეს თავდაჯერებას შეძინოს ადამიანი. კი ბატონო, იმიტომ რომ ეხლა მე უნდა გავამარიაჟო რა ჩემი ახალგაზრდა მეგობარი იმაზე ხო არა ხო ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაგალითად ხანძარი გაჩნდა და სამსახურში დააგვიანა მაგის გამო. გაჩნდა სადღაც ხანძარი, შევარდა იმ ცეცხლმოკიდებულ სახლში, გამოიყვანა ვიღაც და აღმოუჩნდა პირველად სამედიცინო დახმარება. ასევე წყალდიდობა რო იყო, საკმაოდ აქტიურად იღებდა თორნიკე მონაწილეობას იმ წყალდიდობის დროს იქ. მათ შორის ევაკუაცია, სწორი ევაკუაცია როგორ მოახდინა? პირველად სამედიცინო დახმარებას იმაშებოდა, რა ქვია, უწევდა იქ დაზარალებულ ადამიანებს. ანუ ყველა სამხედრო მოსამსახურემ ამასწინებზე ერთ-ერთ პლატფორმაზე იყო მსჯელობა, რატომ აი სამხედროებმაო რა იციანო ისაო, რა ქვია, მოტეხილობა, ავარიას შესწრებიან ვიღაცები. ავტოსატრანსპორტო შემთხვევას რა. და ვიღაცები შეესწრნენ და აი სამხედრო ვიღაცა იძახს თავისას, რომ სამხედროები რო ყოფილიყვნენ რაღაცას ხო იმას. კი, ჩვენ როგორც სამხედროებმა ვიცით პირველად ანუ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, მათ შორის მოტეხილობებზეც, არტერიულ და ვენურ სისხლდენებზეც, ერთადერთი შინაგან სისხლდენას ვერაფერს ვერ ვუშვებით, იმიტომ რომ ეს ხო პროფესიო კი ბატონო, ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. არტერიული სისხლდენა, მათ შორის საძილე არტერიაზე ვიცით, როგორ შევაჩეროთ სისხლი.
და ეს ძალიან ბევრ ადამიანს გადაურჩენს სიცოცხლეს. ღია და დახურული მოტეხილობები, ანუ ქიმიური და თერმული დამწვრობების კონტროლი შეგვიძლია და ეს ყველაფერი უნდა ისწავლებოდეს ჩემი აზრით. ანუ სამოქალაქო თავდაცვის ნაწილი მაინც და მაინც იმას არ გულისხმობს, რომ თქვა ომიანობისთვის მოამზადო ადამიანი. ხო, იგივე წყალდიდობა იქ კატაკლიზმები ნებისმიერ. აი შენ ჩართული იყავი ამ ამბავში, ხო, ამდენად დაგეხმარა და მაგისთვის რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ თქვა ეგეთ სამაშველო ოპერაციებში პროფესიონალ მაშველებს ხელი არ შეუშალონ და კოორდინაციაში იყვნენ მათთან. აი, კარგად ახსენე, რომ ხელი არ შეუშალო, ანუ თუ ჩვენ მოცემულობა გვაქვს, რომ დავუშვათ იდენტიფიცირება მოახდინოთ რა ტიპის კატაკლიზმა არის თუ დახმარება არის საჭირო, მან ჩვენი როლი უნდა დავინახოთ რა ვიცით თუ არ ვიცით, მაგიტომ იქ ყოფნა არ არის საჭირო. ხშირ შემთხვევაში არის, რომ აი, თუნდაც წყალდიდობასთან დაკავშირებით ხშირად შევხვედრივ ესეთ სიტუაციას, რომ შენ ჩარევა პირიქით შეიძლება ხელი შემშლელი იყოს და რაღაც ორგანოები რაღაც უკეთ უწყება, უკვე ჩართულია და შეიძლება შენ იცოდე სამედიცინო პირველად სამედიცინო დახმარების ჩატარება შეგეძლოს, მაგრამ შენი ყოფნა პირიქით ხელი შემშლელი იყოს რა სხვა სამსახურების. ავარიების შემთხვევაში ხშირად მქონია მე 2-3 შემთხვევა სწორი, ანუ შენობაზე ცეცხლი რო გაჩნდა მანდაც სწორი ევაკუაცია, ანუ შეიძლება შენ ერთი ადგილიდან გამოიყვანო მეორე ადგილზე ადამიანები და პირიქით საფრთხე შეუქმნა, ანუ სწორად უნდა აღიქვა სიტუაცია. სწორად სიტუაციის აღქმა კიდე გეხმარება ასაქმნელად გეხმარება წვრთნა რა, ანუ სიტუაცია ხო უნდა იცოდე გავლილი ქონდეს სწავლების დონეზე მაინც და რო შეხედავ ჩვეულებრივმა სამოქალაქომ შეიძლება ვერ გაიაზროს როგორ მოხდეს. აი მაგალითად აი სასტუმროში ხა ჩემს ახლობელს ბავშვი ყავდა გაშვებული ეგრეთ წოდებული წვრთნებზე რა მოგეთ რაღაც ორგანიზაციასთან შეკრებაზე და მოხდა რომ ხანძარი გაჩნდა მათზე მოცართულზე ხამის იმ პერიოდში როცა ბავშვებს ეძინათ და მოკეთ მაინც მოახდინეს ქაოსით ვიდეოები ვნახე და გავიარე ეს ყველაფერი და ვერაფრით ვერ დავინახე ვინმე ადამიანი პროფესიონალი ვინც დავუშვათ სწორ ადგილზე წაიყვანდა ამ ბავშვს ანჯგუფებად დაყოფდა და რომ მასივად ვერ ემართა. მე როცა ვკითხე ბოდიშკობა, როცა ვკითხე ბავშვსაც, რამდენი ბავშვს ვკითხე, რომ აი სანამ წახვიდოდი თუ ქონდა გავლის შეკრების ადგილი სად იყო, ცეს ჩამქრობი სად იყო, ან სად ვისი ხმისთვის უნდა მოგესმინა, ლიფტი უნდა გამოგეყენებინა თუ არა, ოთახში უნდა ჩაკეტილიყავი, რა უნდა გაგეკეთებინა დავუშვათ თუ ხანძარმა მოიცვა შენს გარშემო ბევრი გზები არის. ესენი არაფერი არ იცოდნენ. ანუ ეს მარტო სამოქალაქოს კი არა, უბრალოდ ორგანიზაციებმაც უნდა იცოდეს, რომ სხვის სიცოცხლე არ ჩააგდოს საფრთხის ქვეშ. გადაარჩინო კი არ ჩააგდო რა. სამწუხაროდ გარკვეულ კატეგორიას საზოგადოების გონია, რომ სამოქალაქო თავდაცვა მარტო იარაღის როლა და ტაქტიკა და ტოპოგრაფიაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კრიტიკული მაინც პირველად სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არის რა. ну ევაკუაცია რა თქმა უნდა იცოდეს ადამიანი უნდა აზროვნებდეს როგორ მოახდინოს და საწევო ამას წვრთნის დროს ისედაც გადიხარ ხო გახსოვს როგორ იყო დაჭრილის პირველ რიგში შეფასება ხდება მისი ვიზუალური შეფასება და მე გარემოს შეფასება ხდება იმ გარემოში როგორ უნდა იმას გამოიყვანო ის დაჭრილი დაშავებული ან საფრთხეების მიხედვით გამოწვევების მიხედვით უნდა იყოს აწყობილი ორგანიზაციაც ქალაქის სისტემა მთლიანად, ანუ ჩვენ ვისი იმედი გვაქვს, ანუ დავუშვათ აი კატაკლიზმების შემთხვევაში, ხანძრის შემთხვევაში, მტრის თავდასხმის შემთხვევაში, სამოქალაქო არეულობის შემთხვევაში, რას ვის ველოდებით, საიდან ვიღებთ ინფორმაციას, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, სად უნდა შევიყაროთ, საერთოდ უნდა შევიყაროთ თუ არა სახში უნდა დავრჩეთ. იქნებ უნდა გავიშალოთ პირიქით, არის დავუშვათ ბავშვი ყავს სკოლაში, ანუ წარმოიდგინე აი ბავშვები ყავს სკოლაში ან ბაღში და რაღაც მოხდა ხო რაღაც ისეთი რასაც ანუ პირველ რიგში ასაკეთებს ხო მშობელი გარბის ბავშვის მიმართულებაზე რა ხდება შეიძლება ამ საცობები არეულობა რაც მოხდა სიმულაციის შემთხვევაში პირველ რიგში პირველ პრობლემა რაც შეიქმნა იყო დაბნეულობა იმიტომ რომ ინფორმაცია არ ქონდა რაც შეიძლება საჭირო იყო იმ მომენტისთვის საცობები გადატვირთვა ქალაქის გადატვირთვა ტელეფონების კომუნიკაციის ხო 2009-ში სველი უნიფორმალიტეტი როგორი კითხვა გამიშდა რომ აი ეს ისა რა ქვია პირველი სამედიცინო დახმარება სამხედროები რაღაც წუთას გადიხართ მან გასწავლიან მეხანძრებს მან დასწავლიან ექიმებს თავის სხვადასხვა როგორ შეიძლება გახდეს მასიური ეს იდეა გამიშდა რომ აი მართვის მოწმობის აღების დროს რომ იყოს სავალდებულო რაღაცა არის რაღაც ელემენტები მაგრამ
ხო, მაგრამ ეხლა რაც არის, ხო, არის იმდენად ელემენტარული, რომ შეიძლება მარტო თეორიაში, ასე ვთქვათ, კითხვას პასუხს სცემდე რა და იგივე ვთქვათ, მულიაჟზე მუშაობისთვის ან რაღაცა რამდენად შეიძლება, რამე საერთაშორისო პრაქტიკა თუ არსებობს ამის, თუ იცი. ან რა აზრის ხარ? არის, წითელი ჯვარი ატარებს ხოლმე ტრენინგებს რა, მაგრამ ესეც ლოკალური ტრენინგები არის და გარკვეულ ადგილებზე ატარებს, სადაც მესეთი ისინი რა ქვია. აუცილებელი მოთხოვნა არის ძირითადად იმის ამ პირველად სამედიცინო დახმარების აღმოჩენის რა აფრიკის ქვეყნებში მაგალითად ევროპაშიც არის ნუ წითელი ჯვრის ჯგუფები დადის ვოლონტიორები რომლებიც ატარებენ ამ ტრენინგებს თუმცა ჩვენს არაჩვეულებრივი ისაყოს კონტინგენტი რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი ასწავლოს სკოლებში სამხედროში შეიძლება რომ რატომაც არა მე ვფიქრობ აი სკოლის მოწევ ყველაზე მეტი აი დაზიანება ბავშვების მოტეხილობები ასე შემდეგ სკოლაში ხდება აბა ხო თუნდაც აი კატაკლიზმების შემთხვევაში ხომ ბევრი შემთხვევა მიწის რა რომ მოხდეს ახლა მიწის რა მოხდეს მთასვლელი ან უბრალოდ აი ჰაიკინგზე წასული ადამიანი აი ლაშქრობაში წასული ადამიანი მეგობართან ხო არის ეს ჩვენ ყოველდღიურობაში ვიღაცამ გადაწყვიტა რომ შეუძლია დავუშვათ ლოკაციაზე წავიდეს ამინდი ვერ გაითვალისწინა მანძილი ვერ ან თავისი მეგობარი ვერ გაითვალისწინა სასწრაფოს მოსვლამდე რომ შეძლოს მან დასტაბილურება თავისი მეგობარი ან ჩვენთვის მე მგონი ეს არის ერთი აი 112-ზე დარეკვა ყველაზე მარტივი და ბევრჯერ შევსწრები ვარ ან მე მქონდა ეგეთი შემთხვევა როდესაც აი ანწუხელძეზე მიდიოდი სხვათა შორის და რაღაც ჯგუფმა გარკვეულმა ჯგუფმა ვერ შეძლო გაგრძელება გზის ხო ისეთ ადგილზე ვიყავით დაბანაკებული კარვები გაშლილი და ასე შემდეგ რომ ვერ ან კავშირი არ იყო არ იჭერდა და ერთ-ერთ ჩვენ მეგობარს აღმოაჩნდა ანუ შიში სიმაღლის ზოგადად აი რაღაც პირველად მოხდა ასეთ სიტუაციაში რაც მე ვერ გავითვალისწინე თავიდან და ანუ დაახლოებით რამოდენიმე კილომეტრი დაჭირდა გასულიყო ანუ იმ ბანაკიდან რომ ტელეფონის კავშირი აღედგინა და დაერეკა 112-ში მაინც ვერ მიაგნო. ანუ ეგეთ რაღაცეების თავიდან დაგეგმვა, სერიოზულად შეხედვა ამაზე, რა უნდა გავაკეთოთ 112-ის გარდა როგორ დავაწყნაროთ დაუშვათ ჩვენი ლაშქრობაში მყოფი ადამიანი, ან თუ მოტეხილობა ქონდა, ან სისტენა ქონდა, ან გველმა უკმინა, რაღაცა ეგეთმა, ან ხო ხტები აი ბევრი რაღაც სახიფათო მომენტები არის, რას გამკლავებას პირველ რიგში სტრესზე გამკლავება უნდა იყოს. ჩვეულებრივ ცხოვრებაში თორნიკე ძალიან ბევრჯერ ხდება რომ ადამიანი შეიძლება შეესწროს ისეთ მომენტს, როდესაც ადამიანი გახდება ცუდად რა. ყოფილა უბრალოდ საქეიფოთ ვიყავით სადღაც მამკოდაში და ჩვენი ანუ ადამიანი გადავარდა ჩვეულებრივად გაათეთრდა პულსი გაუკრა სუნთქვა აღარ სუნთქავდა. ოდა ჩვენმა მეგობარმა პირველმა შეამშია მივარდა და სანამ სასწრაფო მოვიდა და ის ადამიანი გააცოცხლა კაცო ჩაუტარა გულმკერდის მასაჟი ანუ გარეგანი და ეს შვეიცარიაში მქონდა მე შეცვლა სხვათაშორის მატარებელში მე მქონდა პირადად გორში გოგონა იყო მაღაზიაში ვიყავი რაღაც მაშინ მეხუთე ბრიგადის სერჟანტი ვიყავი 2010 წელი იყო და მაღაზიაში ვარ რაღაც ხუდულა და გოგონა წაიქცა ჩემს გვერდით და ის ანუ შეწყვიტა სუნთქვა რაღაცები და იძულებული ვიყავი რომ ხო აღმოჩინა დახმარება სანამ სასწრაფო მოვიდა და სასწრაფო რომ მოვიდა მადლობა გადაიხადა თუმცა ნახეთ ეს ძალიან სიფრთხილით უნდა გაკეთდეს უნდა აუცილებლად როცა არიცი უარეს როდესაც არიცი აი გულის შეტევების დროს და მსგავსი რაღაცების დროს ეს გულის მასაჟი უარესია არ შეიძლება და ამიტომ არის რომ თუ იქნება მომზადებული ახალგაზრდა ეცოდინება იმის გარშემო პირველ რიგში იდენტიფიცირება უნდა იცოდეს აუცილებლად რა მოახდენს იდენტიფიცირებას ეს გული არის თუ სხვა რაღაცა შოკი არის ანუ სამოქალაქო თავდაცვის ნაწილზე ესე ჩამოყალიბდეთ პირველადი რაც ყველა და აუცილებლად უნდა იცოდეს და ანუ ჩემი აზრია საფუძველი რაც შეიძლება იყოს ეს არის რომ ეს პირველი სამედიცინო დახმარება იდენტიფიცირება მდგომარეობები არის მარჩის პროტოკოლი რა ნახე მარჩის პროტოკოლი ყველაფერს მოიცავს თავის თავში ეს ცოტა მოძველებული პროტოკოლი არის თუმცა იმაზე ახალია რაც ჩვენ ადრე 2003 წელს ვისწავლეთ მაგრამ ეს მარჩის პროტოკოლი არის ძალიან მაგარი რაღაცა რა აი წითელი ჯვარის მაგ პროტოკოლის მიხედვით მე ასწავლის იმ იმეებს რაღაცა ვოლონტირის შემდეგ გავამუშავდა ესეთი ასე ვთქვათ თვისება თუ უნარი რომ სადღაც უცხო შენობაში შევდივარ პირველი ვეძებ ხოლმე სახანძრო ევაკუაციის სქემას საფრთხეა პარანოია ხო ანუ ის არის ის არის და მე თან თუ კიდრო მაქვს ამისი ვცდილობ აი ეს გეგმა რაც არის რეალურ ცხოვრებაზე გადავხედო რომელია რა არის და ხანდახან ქონია ხოლმე სახანძრო კარების იმუშავება ვამოწევ ანუ ღია თუ ქონია შემთხვევები რომ ჩახერგილია რა ის უბრალოდ ზდილობის გულისთვის არის ვარ სახანძრო გასავალი და ის ჩახერგილია ძალიან მომწონს ამერიკული სისტემა რა აი ეს ხელით ჩამოსაწევები რო არა მიაწვევი კარს და იღება რა აი რადგან ამერიკა ახსენე ხა პირველ რიგში ჩვენ ახლა მშობლები ვართ და ამ ხრივ რო შევხედოთ რა ანუ დღეს
ინტერნეტიდან გამომდინარე, YouTube-დან გამომდინარე დაინტერესებული ადამიანების არსებული ვიდეოები, ინფორმაცია არსებობს, თუნდაც ელემენტარული რაღაც საწყისი ეტაპები, რომ ჩვენ იდენტიფიცირებამდე მივიდეთ, ან თავის საერთოდ როგორ ავარიდოთ, ან საერთოდ ხელი არ შეუშალოთ ვინმეს. ანუ ამ დონეზე მაინც რომ მივყვანოთ ჩვენი თავები, მე მაგალითად პირველ რიგში ჩემი შვილი სადაც სწავლობს, ყოველთვის რომ მივიდივარ სკოლაში, დაინტერესებული ვარ ესეთი პროტოკოლით, აი მაგალითად ხანძრის შემთხვევაში სქემა რა თქმა უნდა, ხანძრის შემთხვევაში ასაკეთებს ევაკუაციო როცა ხდება, ჩემ შულს ვეკითხები, რომ აი აბა მითხარი ხანძრის შემთხვევაში სად იკრიბებით, ხო? შეიძლება იყოს პარკინგი, ყოველ შემთხვევაში მოშორებული ადგილი უნდა იყოს უსაფრთხო ადგილი. ამერიკაში ქონდა სხვათა შორის სკოლაში მან შევიდა. თემიდან გავდივარ შორს თორნიკი, ანუ რა როგორ უნდა იყოს, ანუ მაგაზე აი დავასრულებ რასიც პატარა რეკომენდაციები ჩამოწევთ, იგივე ჩამოწევთ თქვათ, აი ხანძრის შემთხვევაში რა არის რეკომენდაციები, მაგრამ და მაგით შევაჯამოთ ეგრეთვე და მე დავუძინო. თვითონ ორგანიზაციას უნდა ქონდეს სამოქმედო გეგმა ხანძრის შემთხვევაში სტანდარტული სამოქმედო პროცედურები სოფი ანუ ხანძრის შემთხვევაში რა უნდა შეასრულოს რა უნდა გაგდა აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყოს რომ ყველა იქ მომუშავე თუ მოსწავლე იცოდეს ამ გეგმის შესახებ აუცილებლად უნდა იყოს სიმულაცია გაკეთებული და უნდა დაინახონ რომ ეს გეგმა მუშაობს თუ არა ყველას ანუ თუნდაც ხმა მიდის თუ არა ყველამდე ყველა მასწავლებელი როგორ მოქმედებს ჯგუფებად უნდა დაიყოს თუ არა მასწავლებელმა თლიანი ჯგუფი უნდა გაიყვანოს და სად უნდა გაიყვანოს შემდეგ რა უნდა გააკეთოს ანუ ყველაფერი გაწერილია რა წეღანასაც ვამბობდი ამერიკაში გავრცელებულია თავდასხმა ხო სკოლაში შეერაღებული თავდასხმა და ან გიორგი იყო ჩემი შვილი იყო ჩართული მთელი სერიოზულობით ანუ ამ ყველაფერში სიმულაცია ჰქონდათ გაკეთებული რა დონეზე წარმოიდგინე რომ მართლა შემოდიოდნენ იარაღიანი ადამიანები სიმულაციური რა თქმა უნდა დემო ჯგუფი ესე იგი როგორ უნდა ამოიცნო რომ ეს მოწინააღმდეგეა და ცუდი ბიჭია ცუდი კაცია ეს მოსწავლე როგორ უნდა აღმოიცნო სად უნდა წასულიყავი და თუ იმ გეგმის მიხედვით ვერ წახვედი და დავუშვათ მოხდი საპიფარეშოში ჰქონდათ ესეთი სიმულაციური დადგმა ესე რომ ვთქვათ მოქმედების ჩემი შვილიც ესე ორ ბავშვთან ერთად იყო შეკეტილი ესე რომ ვთქვათ საპიფარეშოში და შემოვიდა ეს დემო ჯგუფი და როგორ უნდა ემოქმედოს როგორ უნდა იხმაუროს თუ არა ანუ რა უნდა ელაპარაკოს ამასთან ერთად შემოიყვანეს პოლიცია შემოიყვანეს ძაღლები შემოიყვანეს სახანძრო რომ ამ ბავშვებს სურათი ქონოდათ სინამდვილეში ხო ანუ თვითონ იმ მომენტში როცა ეს მოხდება სიმულაციის გარეშე საერთოდ შეიძლება შოკი მიიღოს ადამიანმა და ვერ გაართვას თავი დაგეგმილ სამოქმედო ძალიან მაგარია თუმცა ამერიკაში აბსოლუტურად სხვა გამოწვევებია და ჩვენთან სხვა გამოწვევები არის რა აი მანდ მივიდეთ ახლა რა აი ჩვენი გამოწვევებიდან და გამომდინარე ასე ვთქვათ სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ნაწილზე მე მგონი გეყოფით ახლა გადავიდეთ უკვე უფრო ისიც სამოქალაქო ნაწილია გამაგრების მხრივ ხო აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ტაქტიკა რაღაც დონეზე, ოცეულის დონეზე. თუმცა, აი მე თუ მკითხავთ რა, ძალიან მაგარი რაღაცები იყო გაკეთებული რა. ოდესღაც და სადღაც და ეხლა ზოგ განვითარებულ ქვეყნებში კიდე არის დარჩენილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამას ყველაფერს ბავშვი სწავლობს საიდან? ბოისკაუტები არიან, ბოისკაუტები და სულ ყველა არის თითქმის ჩართული ამ ბოისკაუტებში. ძალიან ცუდი რაღაცა უნდა ვთქვა მე რომ საბჭოთა კავშირის დროს იყო პიონერთა ბანაკები და ამ პიონერთა ბანაკებში ისწავლებოდა მსგავსი რაღაცები მარტო მარშირებები და სპორტული ღონისძიებები კი არ იყო ბავშვი დასასვენებლად მიდიოდა ეგონა და ძირითადად იყო სულ დატვირთული რა სულ რაღაცით იყო დატვირთული გადაადგილებას ასწავლიდნენ მარშირებას ასწავლიდნენ ანუ სამხედრო ცხოვრებისთვის ამბობ გადარჩენა იგივე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმის მიუხედავად დღეს რომ ძალიან დიდი პროცენტი ამერიკაში ახალგაზრდების ჯარისთვის უარგისია, იმიტომ რომ აი ობესიტი ხო რა, სიმსუქნის გამო, ეხლა მე რაც ამთის კიდე. ამ ობესიტის გამო მაინც რაღაც გარკვეულწილად მომზადებულები არიან რა. ყველა ნორმალურ ქვეყანაში აი საბავშვო პროგრამებიც არის. მომზადებულები არიან თუ არა, ეს სხვა თემა, უბრალოდ არსებობს პროგრამა. გარკვეულწილად რა, იმიტომ ვიძახი რომ შენ სულაროც რო არ იყო დაინტერესებული ხო ბავშვის გონება ისეთია რომ ამას ითვისებ რო გიტარებენ ეხლა ითვისებ რა მაინც საერთოდ არ მიყვარდა მაგალითად სკოლაში გეოგრაფია მაგრამ რაღაცები დამამახსოვრდა სავალდებულოა ესე რომ ვთქვათ ეს ბოისკაუტები ახსენე და საქართველოს იყო სკაუტების მოძრაობა არ ვიცი ახლა არის მოძრაობა იყო იქ კიდე ყველა სკოლაში არის დღესაც მე ვიყავი ამ სკაუტებში საქართველოს
და თუ კი რამეა ეს დღეში თვითგადარჩენის ამბავი კვანძი, ცეცხლი როგორ დავანთოთ, რომ კვამლი არ გქონდეს. კოღორო ატარებდა იქ ხوار. ან ხანძარი არ გავაჩინოთ. ან ხანძარი არ გავაჩინოთ. სახელები ინსტრუქტორების სამწუხაროდ ესე აღარ ნუკრი იყო. მე ჩემი მეგობარი მუშაობს დღეს მახსოვს. ხო არის დღესაც ისინი, აი ესელები არიან ლეგიონია. ხო. რამდენად გაქვთ მაგ ხალხთან თქვენ კომუნიკაცია და რამდენ რა იცით მათზე და რამდენად მე მაქვს კომუნიკაცია გარისასთან, სადაც ყოფილი სამხედრო მართავს და რეალურად ჩართული ამ პროგრამაში მან შექმნა. სახეს და გვარს ვახსენებ პრინციპში. ჩემი შვილი დამყავს და დამყავდა. ჩემი ქეთო ლეგიონერია, ლეგიონი დაამთავრა. ეხლა იმედია აისაც მაქვს და ძალიან პროფესიონალები არიან სხვათა შორის იმ რასაც რა პროგრამაც აქვთ გაწერილი იმ რეგულაციების მიხედვით, ასე რომ ძალიან ესე ვთქვა არ არის მარტივი ეგ საქმე გააკეთო საქართველოში, იმიტომ რომ ბავშვებთან გაქვს და სხვის ბავშვებთან გაქვს სიცოცხლესთან კავშირი და ანუ ძალიან პასუხისმგებლობები რაღაცებს ზღუდავს. შეზღუდული ხარ, ჯარში ხარ შეზღუდული, როდესაც ჯარის მაგრამ ძირითად რაღაცებს ასწავლიან ბავშვი. ჩვენ ხო გონია რომ აი ჩვენი შულები ძალიან მარტივად შეიძლება ადაპტირდნენ ტყეში ან რაღაც ისოდენ ცეცხლსთან, თუმცა ჩვენ ვიცით გავლილი გვაქვს რაღაცნაირად სოფელში დასასვენად როცა ვიყავით და ამ ბავშვებს დღეობიდან გამომდინარე აკლიათ ეს რაღაცები და მეც მიკვირდა ჩემი შვილი რომ მეგონა რომ ყველაფერში შეიძლება ანუ მე როგორც ვარ ეგრე დაახლოებით მაგასაკში როგორც ვიყავი აღმოჩნდა რომ მისთვის სიახლეები იყო და ძალიან მოეწონა. კარგია რომ სწორი დაინტერესება მისცე და არ დააფრთხო საერთოდ. იცი რა ვფიქრობ თორნიკე რომ აი მე-9 კლასია თუ არ ვწდები უკვე გარდამავტეხის ან გარდამავალი კლასი რო არის რა. მე-9-დან მე-12 კლასამდე უნდა იყოს აი საწყის საბრძოლო მომზადების პროგრამა გაწერილი სრულად ანუ ამ 3 წელიწადზე და ამ ბისიტის უნდა გადიოდეს ან კვირაში ერთი დღეს 1 საათი რო კონდეს გაკვეთილი ხო? ამას აუცილებლად დაფარავ 3 წლის განმავლობაში რა. სამოქალაქო თავდაცვის სკოლაში. კი, ბოლოს კულმინაცია იქნება და მე არ ვიცი იქ რაღაცე მარტო რადიაცია, ქიმია, ბიოლოგიას ასწავლდნენ და საერთოდ არ იყო ახალგაზრდისთვის ეს საინტერესო. მან ძალიან მნიშვნელოვანია რა ფორმით მოგაწვენ ამ ინფორმაციას, როცა სკოლის მოსწავლე ხარ, შენთვის რაღაცეები ცოტა დამფრთხუნველია, ცოტა სვერხდები, ცოტა არ გაინტერესებს, ამიტომ ამას ისეთი ფორმა უნდა მიეცეს, რაც მე დამაინტერესებს რა, როგორც მოსწავლეს და მე მახსოვს რომ სამხედროების დადიოდნენ რატი. სამხედრო მოვა თვითონ რომ მოიტან რაღაც იარა. მეც ვარ ნამყოფი რაღაც ჩართულობები. მაგრამ ეს იყო და ერთჯერადი აქციები თორსები. კონსისტენსი. სანამ ასე ვთქვათ რაღაცა სტრუქტურა სახელმწიფო შეიქმნება, ჩვენ აღწერაში ჩავდებთ ლინკებს, აი რაც ახლა ვახსენეთ, ეს ვინც უკვე კერძო ასე ვთქვათ ადამიანები აკეთებენ და დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მათ მიმართოთ. აქვე მადლობა რომ გიყურებთ. თუ ჯერ ვიდეო არდეგი ლაიქებიათ, ახლა და ლაიქეთ, ასე ვოდებით, გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში და ეხლა ჩვენ გადავიდეთ უკვე ბუნკერების სისტემაზე და ზოგადად თავშესაფრის არსზე რა. თავიდან საუბრობდი შვეიცარიაზე გაგაწყვეტილი და ეხლა დავუბრუნდეთ ჯერ შვეიცარიული მოდელი გავიგოთ რა არის. ზოგადად კი შვეიცარიას თქვა ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ მათ რომ შეერაღებულ ძალებში და გვარდიაში რელიეფი ძალიან გავს ჩვენ რელიეფს რა. შვეიცარიის ალპები ბუნკერების მნიშვნელობაზე, სისტემაზე, როგორი შეიძლება იყოს, რა არის, იქ როგორ არის მოწყობილი და რაც ვიცით ჩვენ შესახებაც, ჩვენსაც გვაქვს თუ არა საერთოდ ეს თავშესაფრები რა არის, რა შეიძლება იყოს თავშესაფარი, ამაზე აი ამ ნაწილში ახლა ამაზე გავაგზავნოთ საუბარი. პირველ რიგში შვეიცარიაზე რაც მახსენდება, ერთ-ერთი ოფიცრის ციტირებას გავაკეთებ მისი ნათქვამის შვეიცარიას არ ჭირდება არმია, იმიტომ რომ შვეიცარია თვითონ არის არმია. ანუ შვეიცარი ხალხს გულისხმობს ამაში, რა თქმა უნდა და ან ჩვენ მე და კობას ორივეს პრინციპში მოგვიწია თადოციდან გამომდინარე სხვადასხვა კურსებზე შვეიცარიაში ყოფნა როგორც წეგან აღნიშნე. და იქ ყოფნიდან გამომდინარე მოგვიწია დათვალიერება სხვადასხვა მოქმედი ბუნკერების მოქმედი კი არა, ანუ რომც არ იყოს მოქმედი, ყველა ვარიანტში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მისი ფუნქცია შეასრულოს. მთლიანობაში ხო ნეიტრალიტეტი კი არა, მოდი თავდაცვის სისტემა კომპლექსი ნეიტრალიტეტიდან დავიწყოთ რა, ანუ ყველამ ვიცით ახლა ისე თუ ასე, რომ მეორე მსოფლიო ომში ცდილობა იყო, რომ შვეიცარიას რაღაც როლი ქონოდა ამ ომში და ყველანაირად მოკლედ რო ვთქვა, თავი აარიდა ამ ყველაფერს. ქონდა რაღაც უბრალოდ შეთავაზებები რომ გერმანიას მათი გვირაბებით იტალიასთან გაცვლა გამოსვლა ქონდა შეერაღების თუ სხვა რესურსების ეგ იყო მისი მაქსიმალური ჩართვა ომში ესე რომ ვთქვა თუმცა ეგეც ბოლომდე არ განხორციელდა
საერთო მობილიზაცია ხალხის მოხდა ერთხელ მათ ესე რომ ვთქვათ არსებობაში მეორე მსოფლიო ომის დროს მათი 61 წლის გენერალი ჩაუდგა სათავეს სხვათა შორის და 3 დღეში მოახერხა 800,000 კაცზე მეტის მობილიზება. სხვა ეტაპები გაიარა, თავიდან იყო რომ დაუშვათ ეს რეზერვი მოსულიყო და იარაღი მერე აიღოთ და წვრთნებში ჩართულიყვნენ და ესე რომ ვთქვათ დაინახათ მათი პოტენციალი. მერე განვითარდა ეს რომ ეს იარაღები საერთოდ სახლში წაიღეს და მოგეხსენებათ შვეიცარიას უყვარს და ანუ მემორანდუმის არა უფრო გამოკითხვისა და არჩევნების გარეშე არაფერ გადაწყვეტილებას არ იღებენ რეფერენდუმი. ეგ მართლობის სტილი არის, მაგრამ ამას წინებზე ვახსენებ. ყველაფერზე რეფერენდუმს აკეთებენ და რეფერენდუმი ჩაატარეს ამ საერთო მობილიზაციის შემდეგ. საერთოდ საჭიროება იყო თუ არა ამ ყველაფრის, ანუ თუნდაც ეს იარაღის სახში დატოვება. ჩამოვიდნენ 800,000-დან 600,000 კაცამდე მობილიზაციას გულისხმობ. სხვა ეტაპები გაიგდა დღეს 21,000 კაცამდე არიან ჩამოსულები რეალურად, რომელიც აი სადაც პროფესიონალი შეიძლება იყოს 5,000 კაცი, რომელიც აი რეგულარულად არის ესე რომ ვთქვათ მათ თავდაცვის სამინისტროში და საკმაოდ მათ შორის ჩვენ ძალიან ბევრს ვიცნობთ, მათ 5,000-დან ინსტრუქტორებს ბევრს ვიცნობთ მეც და კობას მაიკლი, მიხეილი ძალიან კარგი ადამიანი და დანარჩენები არიან ანუ პროფესიონალები არ ეწოდებათ, უფრო რამოდენიმეჯერ აქვთ წვრთნა გავლილი და იქიდან გამომდინარე უფრო სამოქალაქო პროფესიაც აქვს, დურგალია თუ რაღაცა. კი, შეუძლებლად ამაშობიან, მუშაობენ, აქვთ იარაღი და მობილიზაციის შემთხვევაში შეუძლებლად მთლიანი როგორც ციტირება გავაკეთეთ თავში, მთლიან ქვეყნის მოსახლეობა შეუძლია იქცეს არმია. კურსები აქვს გავლილი, აი იმ კონტინგენტს, რომელზეც თორნიკე ლაპარაკობს, ანუ კადრირებული ვინც არიან კადრეი, მაგ ხალხზე, მაგათ აქვს დამატებითი კურსები, სამეთაურო კურსები გავლილი. იმაზე მეტი იცის, რაც შეუძლებელი არა. შარტულობა ხა ნატოშიც და მან ხო არ არიან არც ორგანიზაციაში, მაგრამ ხო, PFP, როგორც ჩვენი დავშოთ საჩქერები. კი, როგორც რუსეთი. სტანდარტულად, ანუ სტანდარტები აქვთ მაღლა აწეული და აქედან ერთვებიან. ანუ მათი ჩართულობა ხა დღეს ჩვენ რაც კურსებზე ყოფილვართ, ძირითადად არის მენეჯმენტი, ლიდერშიპი, თუნდაც ეს სამოქალაქო თავდაცვის მხრიდან არა პირდაპირ დავშოთ რაღაც კურსებზე, რაღაცა კომანდოს კურსები არ დავდიოდით დავშოთ. უბრალოდ აი ესეთ საკითხებს განვიხილავდით და ეს ამ მედია მენეჯმენტით მათ შორის მეც მაქვს გავლენა. სამოქალაქო თავდაცვის ნაწილია სხვათა შორის. რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ მედია მენეჯმენტზე რაც გავიარეთ ამ პერიოდში იყო რომ აი საერთოდ სხვანაირად დავინახე როგორ შეიძლება ჩაერთოს მედია ამ კატაკლიზმების დროს თუნდაც ომიანობის პერიოდში და ამასთან ერთად თანმდევი იყო ის რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ოდესაც უკვე აი ცივი ომის დროსაც როცა უკვე აი საშიშროება და ხიფათი დაინახა შვეიცარიამ თავიანთ მოაყოლს მოუყვები თავიდან ბუნკერების ეს მასიური გაკეთება დაიწყეს ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მე უკვე გვიან მიხვდნენ რომ დაუშვათ ატომური ბომბის შემთხვევაში ანუ კლდეში გამოჭრილი ბუნკერი არ იყო თავშესაფარი და პირიქით მიწაში უნდა ჩასულიყვნენ რომ სხვა საფრთხეს მოიცავს მოკლედ ის არ შველის ესე რომ ვთქვათ კლდეში გააკეთებული ბუნკერი და ადაპტირება გააკეთა ჩავიდნენ უფრო მიწაში ისე რომ დავუშვათ ამ ატომური ბომბის შემთხვევაში თავი შეეფარებინათ. მთლიანობაში მე რასაც გადავხედე სტატისტიკას რაც მახსოვს იქედან დაახლოებით 300,000-ზე მეტი იდენტიფიცირებული 300,000-ზე მეტი იდენტიფიცირებული ბუნკერი აქვს თავშესაფარი ესე რომ ვთქვათ მოქმედი სადაც ანუ წყლიდან დაწყებული ისიც კი გვანახეს რომ დავუშვათ წყალი საიდან მიეწოდება ელექტროენერგია არ შეუძლია გარშემო მტერს დააზიანოს ან წყალი მოწამლოს აზე მოქმედება მოახდინოს 1960-იანი წლებიდან ანუ თვითონ ქვეყანაში ანუ მიიღეს კანონი რომ ნებისმიერი მრავალბინიანი მშენებელმა თუ დაიწყო მრავალბინიანი შენობის აშენება, მან უნდა ვალდებულება აქვს, რომ უზრუნველყოს ამ შენობაში მაცხოვრებელთა და პლუს სტუმრების შემთხვევაში მათი განთავსება. თუ გახსოვთ ბოდიშკაცებიდან თორნიკე ძვე აი ცივი ომის პერიოდში აშენებული სკოლები, უნივერსიტეტები რაც არის თბილისში, ყველას ჰქონდა ეს ბუნკერი. ყველას არა, მაგრამ უმეტესობას არა, ცივი ომის დროს რაც აშენდა, თითქმის ყველას აქვს ეს ბუნკერი. ამერიკელებიც გადიოდნენ, რომ დაუშვათ აი რაღაც აფეთქების შემთხვევაში სად უნდა შეაფარონ სახლში თავი. იცი მე რა მაინტერესებს შენ 300,000 ბუნკერი ახსენე. ანუ ინფორმაცია მოქალაქეებს ამის შესახებ, რომელი არის ბუნკერი, სად უნდა წავიდეს, როგორ მიეწოდება. მათი
პლუს ზუსტად ეგ არის, რომ ნებისმიერი მოქალაქისთვის ჯერ ერთი ხელმისაწვდომია უმეტესი ბუნკერი და არ არის რაღაც დახურულია და რაღაც არ შეიძლება შესვლა. წეგან მედია მენეჯმენტზე რო ლაპარაკობდა, ზუსტად მაგ ფორმით რა, ანუ მედიას ძალიან დიდი როლი აქვს. კი. სამბიერება, ანუ ცოდნა აქვს. ეს ინფორმაცია წინასწარ არ იციან, თუ რამე იქნება მედია გამოაცხადეს? არა, იციან, მაგას ვამბობ, რომ ანუ იციან რა თქმა უნდა, ამას ასწავლიან კიდეც ვიზიტიცა მორიგეობა აქვთ, ანუ სოფლებს აქვთ მორიგეობა, როგორ მოუარონ იმ ინფრასტრუქტურას და სხვადასხვა შორის საქართველოშიც ვარ ბევრ ბუნკერში ნამყოფი, საბჭოთა კავშირის დროიდან ბუნკერებში და ძალიან რთული შესანახია, ანუ წარმოიდგინე, ანუ ჯერ მარტო სავენტილიაციო სისტემები თორნიკი. ხო, ყოველწლიური თანხები ჭირდება მაგის ესე ვთქვათ შენახვას და იქ იმ დონეზე იყო ეს ბუნკერები და სულ აი არსად აი ნესტიც კი არ მინახავს და ყველანაირი კავშირგაბმულობის საშუალებები და რა თქმა უნდა ეს არ არის უკაბელო საშუალებები, ყველაფერი გამართულია ელექტროენერგია, საჭმელი, ანუ მომზადებული, ანუ შენახული აქვს მარაგები და ამ 300.000-დან, ანუ 300.000 არის რაც მეტია 300.000, მაგრამ იმ კანონის შემდეგ მრავალბინიანის კანონი რო ვახსენებ, 5,000-ზე მეტი თავშესაფარი არის უკვე იდენტიფიცირებული ამ შენობების ქვეშ. და როგორც მახსოვს, ან 8 მილიონი ნახევარი არის შვეიცარიის მოსახლეობა და 114%-ით არის უზრუნო, ანუ 114%-ით, ანუ გადაცილება აქვს, გადაჭარბება აქვს. იმიტომ ტურისტების ხო არის. ხო, ანუ მათ მოსახლეობისთვის გათვალისწინებული. აი მეორე მსოფლიო ომში და ისიც გააკეთა ამ სხვათა შორის ამ გენერალმა უზრუნველყო, რომ როდესაც ჰიტლერს ქონდა გეგმა ეს უკვე შვეიცარიელების განვიცე, ქონდა გეგმა, რომ აი დავუშვათ აი ავსტრია მაგალითად ძალიან მარტივად აიღო და რაღაც ისეთი წარმოდგენა არ ქონდა დაახლოებით ავსტრიაზე, უბრალოდ შვეიცარიაზე როგორც ავსტრიაზე აღების შემთხვევაში, მაგრამ გეგმა რომ დაიდო როგორ აიღო შვეიცარია, ეს საწარმო და ეს ველი ესე რომ ვთქვათ დატოვეს შვეიცარიელებმა და მთელი ეს შეერაღებული ძალები არ დატოვეს საერთოდ მისცეს საშუალება რომ დავუშვათ ანუ ამისთვის დროს არ დახარჯეს და ავიდნენ უკვე სოფლებში და მთებში, სადაც იქ გამაგრდნენ და აი უბრალოდ ამ ტაქტიკიდან გამომდინარე, უბრალოდ გადაწყვიტა ჰიტლერმა, რომ არ შესულიყო შვეიცარიაში და ძალიან ძვირი დაუждდებოდა რა. წინა პოდკასტში ვთქვი რა, ჩვენ მოწინააღმდეგეს მინდორში და გაშლამ ადგილმდებარეობაზე არ უნდა ვეულმოთ რა. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უპირატესობა არის ჩვენი რელიეფი რა. გარშემორტყმული ვართ მაღალი მთებით და მთათა სისტემები გვაქვს უამრავი, სადაც მოწინააღმდეგეს ომი ჩვენთან გაუჭირდება. ამიტომ ბარი უნდა დავტოვოთ, უნდა გავიდეთ მთაში. წინაპრებიდან მოყოლებული ეს ისტორიული გამოცდილება გვაქვს ჩვენ. შემოგვესეოდა მტერი, ხალხი დაბლობს, ტოვებდა და გარბუდა მთაში იხიზნებოდა და ამითი გადავრჩით. და არავის ეგონოს, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ რამე შეცვალა რა, ამ შემთხვევაში არაფერი არ შეუცვლია რეალურად. რაც შეეხება დიდ ქალაქებს, ეხლა შვეიცარიაში თორნიკე ბოდიში გადაწყვეტინე, მაგრამ უნდა გავაგრძელო, იმიტომ რომ ძალიან შვეიცარიას ძალიან გადავერთეთ და შვეიცარიაში დაახლოებით 200 წელიწადია ომი არ ყოფილა, თუ მეტი არა. ხო და ანუ იმის მიუხედავად რომ იდეალური სისტემა ეს მეორე მსოფლიო ომი იყო და უკრაინა ეხლა ცხელი გამოცდილება. იმის მიუხედავად რომ იდეალური სისტემა ბუნკერების მოწყობილი მათ ხო ანუ არა პრაქტიკაში ჯერ არ არის გამოუცია. თუმცა უკრაინაში ხო არ არის ამდენი ბუნკერები, თუმცა არის ის კიდევ იძახი რა საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების რავი აბსოლუტურად 100%-ში ყველგან აი ცივი ომის დროს აშენებულ სკოლებში, სახელმწიფო დაწესებულებებში და ასე შემდეგ ყოველთვის იყო ანუ ბუნკერი გამზადებული. იმისთვის რომ აი მაშინ ხო ძირითადად ბირთვულ ომს ელოდებოდნენ ყოველთვის და ანუ ამ ბირთვული ომის და თავის ხო თავის დასაცავად. რა არის მეორადი დანიშნულების ასე თქვა. ხო და არ არის მეორადი, მაგას ვიძახი, მივდივარ იქამდე რატი. ხო და აი ახლა უკრაინის ომმა, ნახე, როდესაც დიდი ქალაქები იბომბებოდა და დღემდე იბომბება, ხო, საუკეთესო თავშესაფარი არის მეტროპოლიტენი. და მეტროპოლიტენში იყო შეხიზნული აბსოლუტურად სრულად მოსახლეობა თავიდან, როდესაც დაიწყო ომი. მერე კი გააკეთეს რაღაც ისინი გაჩერებებსაც კი ისინი გააკეთეს რა ქვია ბეტონებითაც მაგრამ არ შეიძლება მაგ ბეტონის თავშესაფრებმა ავღანეთში და ერაყში რო იყო კარვების თივოლები ხო
და მეტროპოლიტენმა ძალიან კარგად აჩვენა თავს. მეტრო ერთია, გარდა მეტროსი კიდე რა არის, რაც უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა, რა შეიძლება გამოდგეს თავშესაფარად, რაც მეორადი რატო იგულისხმეს, ხო შეიძლება რაღაცა შენობა იყოს. მეტროპოლიტენი არის საუკეთესო თავშესაფარი, აი მეტი მეორადი რა ვთქვა, დიდ ქალაქებში თან ეს ხო ქსელი არის, სისტემა არის, ანუ ერთ ადგილზე სტატიკურად არ ახარ, სადღაც გაჩერებული და იქ მოწინააღმდეგე ხო შეიძლება გადახვიდე ერთი უბნიდან მეორე ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციაში იმ გვირაბებით და აი მოწინააღმდეგე გისთვის არ ახარ რა იმდენად მოწყვლადი როგორც ერთ ადგილზე აი რომელიმე შენობაში მაგალითად ბუნკერში რო გამაგრდე იქ ხარ მოწყვლადი აი აზოვსტალმა გვაჩვენა ჩვენ იმის მაგალითზე რომ არა ეს არ უნდა ხდებოდეს თვითონ მოსახლეობა არ უნდა ირჩევდეს არა რა თქმა უნდა თვითონ აირჩევს უკვე როცა საფრთხე იქნება მაგრამ რაღაც მხრივ სახელმწიფო უნდა გეგმა უნდა იყოს ეგა. გეგმას უნდა აცნობდეს მოსახლეობას, რომ სად წავიდეთ. დაუშვათ აი შეიძლება დაიწყოს დაბომბვა რაღაც კონკრეტული უბნის და ქალაქს კონდეს იმის ფუფუნება, რომ დაუშვათ იმის იქეთ რაღაც ძალები არ შემოუშვას. შეიძლება უბრალოდ იმ დროს, ოდესაც რაღაც აი დაუშვათ თბილისის ერთ მხარეს არის, ან ქალაქის ერთ მხარეს არის შეტაკება, დაბომბვა, ან საჰაერო თავდასხმა საარტილერიო მთელი ქალაქი შეიძლება ადგეს, პანიკა მოიცვას და ყველანი ჩავიდნენ ამ ბუნკერებში, ვინმე თუ სადმე რამე იცის. ანუ შეიძლება პირიქით ხალხი გამოვიდნენ თავშესაფრებიდან, მეორე თავშესაფრში შესვლის დროს დაზიანდეს. აი ნახე რატომ თქვი მეტროპოლიტენი, იმიტომ აზოვსტალმა გვაჩვენა რა მთელი მარიუპოლი მაგალითად, აი მარიუპოლის მოსახლეობა, სამოქალაქო მოსახლეობა აზოვსტალში იყო იქ იმ ბუნკერებში, რამოდენიმე სართულიანი ბუნკერი არის და საკმაოდ დაცულები იყვნენ იქ ქვემოთ, მაგრამ ნახე რა მოხდა, კომპაქტურად იყვნენ ერთ ადგილას გაჩერებულები, ანუ გასასვლელი არ ქონდათ, გზები არ იყო რომ დაეტოვებინათ ეს ადგილი და აღმოჩნდა ალყაში 88 დღე ეს ხალხი იყო ალყაში. მეტროპოლიტენი გაძლევს იმის ფუფუნებას რომ შენ ამ გვირაბების საშუალებებით უბნიდან უბანში გადაადგილდე და სადაც ძალიან ბევრი რამეა გასათვალისწინებელი ეგ მაგ დროსაც თუდაც მეტროში. არა, გასათვალისწინებელი ბევრია. ერთვებით რომელი ორგანიზაცია ერთვება თავდაცვა ერთობლივი იქნება, შინაგანი იქნება, კონტროლი. ამდენი ადამიანის კონტროლი, მათი სიფრთხილე თუნდაც იქ რო თავს რამე არ ამისთვის საჭირო არის როგორ არის იცი, უწყებათა შორის სწავლებების ჩატარება. და ამ უწყებებმა უნდა გადაინაწილონ, აი თუნდაც ვირტუალური სწავლებები იყოს საშტაბო დონეზე, უნდა გადაინაწილონ თავიანთი ფუნქციები. გამიგე, თავდაცვის სამინისტრო თუ იღებს კონკრეტულად შეიარაღებულ მონაწილეობას იმაში კონფლიქტში და აკავებს მტერს რაღაც გარკვეულ ზღუდეზე, აი შინაგან საქმეთა სამინისტროს, აი სამაშველო სამსახურები ზუსტად ამ დროს მაგალითად ვიძახი რა, ამას ახლა ჩემზე უფრო ჭკვიანები არიან იქ და ამ საშტაბო სწავლების დროს გაიწერება ვის რა ფუნქცია ექნება. აი უშიშროების საბჭო გქონდა ხოლმე ჩვენ და ეს უშიშროების საბჭოზე უნდა წყდებოდეს ეს რაღაცა. შენ ახსენე მეტროპოლიტენი, თუმცა მეტროს გარდა უკრაინის მაგალითებმა რაც გვაჩვენა, უშუალოდ დაბომბვის დროს დაუშვათ ვერასწრებ რომ გვიან გაიგე აბაზანის გამოყენების წესიც რო ვილაპარაკოთ და სარდაფები რამდენად უსაფრთხო ჩვეულებრივი სარდაფები. აბაზანას გავანებოთ თავი, ანუ ვთქვათ ორი კედლის პრინციპი არის რა, ანუ დღეს აღარ გვაქვს ეგ აბაზანები უკვე. ორ კედელს მიღმა უნდა იყო რა, სადაც მინები არის, ისეთ ოთახში არ უნდა გაჩერდე და ორ კედელს მიღმა რა, ორი კედლის პრინციპი აქვს რა, გარე კედელი იდეაში მაგიტომ ირჩევდა რომ ორი კედლის პრინციპია, ხო, გარე კედელი, შიდა კედელი და დაცული ხარ კიდევ იქ რაღაც. ანუ აქ რა ჭერი რო ჩამოინგრევა აბაზანა ვერ გიშველის. მაინც და მაინც აბაზანაზე და ტუალეტზე რომ ამას კონცენტრირდეთ, ეს არის მთავარი პრინციპი. შუშებიანი ფასადიდან ორი კედლის შიგნით არის ყველაზე ასე ვთქვათ უსაფრთხო, რაც შეიძლება იყოს იმოცემულობაში. კი, თუმცა პანელური სახლები, კი. პანელური სახლები, რომლებიც მასიურად შენდებოდა საბჭოთა კავშირის დროს და აი ჩვენი მასივები, აი ეს გლდანი მაგალითად, დიღომიც, ვარკეთილი და ეს უბნები ძირითადად ბაზისუბანი სულ პანელური სახლებით არის აშენებული და ცოტა უფრო მეტი საფრთხის შემცველია რა ეს პანელური სახლები. სარდაფი ჩვეულებრივი სარდაფი რამდენად შეიძლება გადაიხოცოს თავს? გააჩნია. გარკვეულწილად, იმიტომ რომ სარდაფები არ არის ჯერ ერთი ღრმა მაგ კორპუსების ქვეშ და საკმაოდ დიდი საფრთხეა იმისა, რომ ეს პანელური სახლი სულ ჩამოიშალოს და თავზე დაეფაროს. რაღაც გარკვეული პერიოდი კი გაძლევს იქ ადამიანი, მაგრამ უჰაერობისგან მოკვდება. თუ სიღრმეზეა, მაშინ ახლა თბილისის მაგალითზე რო განვიხილოთ,
მეტროს მეორე ხაზი რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს. ანუ რავი ვაჟებშავალზე რო დგახარ მატრები რო გადის ვიბრაციას გზნობ და საკმაის სიღრმეა აქ. საუბარო რავი 10 მეტრაზე ქვემოთ ხო არის? არ ვიცი. იქნება აუცილებლად რა. 10 მეტრაზე შეიძლება არა, შეიძლება კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ გარე აი მაგალ კადრები ხო გვინახავს კი, მაგრამ წარმოგიდგენია ზუსტი დარტყმა უნდა განახორციელოს. შენობაზე მიდის ხო, ძირითადი დარტყმა მიდის შენობაზე, შენობა თავისთავად შემაკავებელია თუ მოსახლეობა არ არის შენ თქმა უნდა. აი კადრები პრაქტიკაზე რადგან ვლაპარაკობთ, რომ გამოვიყენოთ, აი რამჯერ გვინახავს, რომ უკრაინა აი ჩვენ სიცოცხლე არის ქალაქში, მიმდინარეობს, ხალხი მიდის, მოდის, მანქანები მოძრაობენ და უცებ შენობას ეცემა რამოდენიმე ესე ვთქვათ, ჭურვი და მოსახლეობა რას აკეთებს? ანუ პირველ რიგში ანუ მანქანაში კი ანუ მანქანებს აჩერებდა და ყველა კადრებში ჩანდა ადგილობრივ მოწყობილ ბუნკერებში გარბოდნენ ან მიწისქვეშ გადასასვლელებში. ეგეც გარკვეულწილად თავდაცვა არის, იმიტომ რომ სად ეხა ნამსხვრევები რომელიც ქალაქში ღია ადგილზე იშლება და სად უკვე თავშესაფარი. ნებისმიერ თავშესაფარმა შეიძლება იმუშაოს მაგ შემთხვევაში, თუნდაც არა მეორემ და პირველმა, მაგრამ ჩვენ მოსახლეობა უნდა იცოდეს, ну, პირველ რიგში სად არის ყველაზე მეტად უსაფრთხო, თორემ მაგას ეხა ადამიანი ისე თუ ასე რამენად მიხვდება. თუ პანიკამ არ მოიცოდა, მე მანდ მივდივარ იმისთვის რომ პანიკა უნდა გაუმკლავდეს. აი ეს ისინი სამსახურები უნდა იყოს ჩართული. მათ შორის მედია რა, მედიას ძალიან დიდი როლი აქვს. მედიას ინფორმაცია თუ არ მიცავი რაცა თავისუფალ ხშირ შემთხვევაში ჩვენ სიტყვა პროპაგანდას ვიხსენებთ უარყოფით კონტექსტში რა, თუმცა პროპაგანდა მარტო უარყოფით კონტექსტში კი არა, დადებით როგორც დადებითი მოვლენა ისე შეიძლება გამოვიყენოთ, როცა მოწინააღმდეგე მარტო ჩვენ რო ვერ ვიყენებთ არ ვიცით, მაგიტომ ხო, არა, როგორც დადებითი მოვლენა ისე შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში ვიკამათოთ, მაგრამ სხვა რამეს გვესმო. აქ აი ეს მედია ურთიერთობის კურსი რაც ახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიას თუ კი ინფორმაცია არ მიაწოდე, ის როგორც თქვათ, თუ კი არის როგორც ჩაუტარო სწორად ხელოვნური თქვა და რეანიმაცია გულის შეიძლება დააზიანო, სტრატეგია მედიამ თავისი ინიციატივით რო რაღაცები ვაპარაკოს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ინფორმაცია ვიღაცამ მიაწოდოს. აუცილებლად ილაპარაკებს თუ არ მიაწოდებ ინფორმაციას. თუ არ მიაწოდებ, იმას ილაპარაკებს, ესაც ხედავ. კიდევ თორნიკესკენ უნდა გავიშვირო ხელი, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდი მას მოუწია სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური არის, სამმართველო არის ის მუშაობს. რა თქმა უნდა, დეპარტამენტში მუშაობა, ხო და აი შვეიცარიას რო ავიღოთ სტრატკომი მაგას აკეთებს. ჩვენ გვინდოდა მაგ ნუ წეს ხო ჩვენ გვინდოდა მაგ კურსის გაკეთება მეც ვიცი თვითონ აი შვეიცარიაში რა კურსების გავიარე მაგ კურსის მე კურსი მინდოდა რომ ჩამომეტანა და თანახმადაც იყვნენ თორე ძვირიჯდებოდა მაგრამ ჩვენ ესე რომ ვთქვათ მედიას საშუალებები თუ რაც იყო ჩვენი მეგობარი ესე რომ ვთქვათ ყველა მეგობარია მაგრამ ანუ ვინც ვისაც განწყობა ექნებოდა ყოველთვის ეს რომ ჩაგვეტარებინა პირველ რიგში ჩვენთვის როგორც ორგანიზაციისთვის და ანუ ერთ-ერთი ის რომ ანუ 24 საათიანი ცვლა გქონდა ჩვენ როგორც ანუ ვიყავი მე დავუშვათ ვაკონტროლებდი სოციმედიას მე უცებ ვიცნობოდი და მართავდი ანუ 24 საათის განმავლობაში არ დაგვიძენია ერთ ოპერაციაზე და იყო აი წარმოიდგინე წყალდიდობა მოხდა ერთ-ერთ ქალაქში და ჩვენ სახელმწიფო ორგანო ამ სახელმწიფო მთლიანად მართავდით ამ სიტუაციას მედიის მხრივ იქ რა თქმა უნდა ოპოზიცია აუცილებლად სხვა რამეს რომ აი სახელმწიფოს არ გააჩნია დაუშვათ ამ წყალდიდობის საწინააღმდეგოდ რომ მოსახლეობა არ დაზიანდეს ჩვენ ამის ფილტრზე დავიწყეთ მუშაობა მე სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადო ტელევიზორში რა უნდა ვთქვათ ვინ უნდა გამოვიყვანოთ ვინ როგორი მიწოდება ეს ჩაატარეთ არა ვერ ჩავატარეთ შვეიცარიაზე ვიზონდა და წარმოიდგინე ექსტრატუ ჩაატარეთ და მაშინ მიაკვირდა არა 12 საათის განმავლობაში მართავდით სიტუაციას წყალდიდობას იქ ძალიან ბევრი დეტალი იყო წარმოიდგინე ანუ იწყება ევაკუაცია ქალაქის ხო როგორც უნდა იყოს მარაგები რომ აი ძალიან დიდი ოპერაცია იყო 12 საათი არ გვეძინა და შეტევები იყო იქ ოპოზიციური არხებისგან რაღაცა ვიღაც ადამიანებისგან რომლებიც მართლა ხდებოდა აი გვერდზე იყო ჩვენზე ჯერ მეტი დემოჯგუფი რომელიც ანუ ეკრანზე გამოდიოდა დავუშვათ რა იწერება სოციალში ვიღაც იუთუბერები და ეს ადამიანები ვინც გავლენას ახდენს ადამიანებზე მაგ შემთხვევაში აუცილებდნენ რაღაც ინფორმაციას და აი თითქმის მოახრჩეთ ეს ამბავი და ანუ როგ ვეგონა რომ მართავდით უცებ შემოვიდა მეორე ტასკი ესე რო ვთქვათ დავალება სამხედრო თვითმფრინავი რომელიც გამოაგზავნა ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ შვეიცარიაში ვერ ჯდებოდა აეროპორტში და დაღვარა საწვავი და ამ საწვავმა მოიცვა მთელი ქალაქი ამ წყალდიდობა ხო იყო და ამან ზემოდან ეს პრობლემა დაამატა და საერთოდ დავიხურე 12 საათის შემდეგ იმაზე მუშაობდით რომ ეს პრობლემა რა საიდან გამოვიდა ხო ანუ
იმდენად რთულია რა ასე და ჩვენ მე ხა არ მინდა ვილაპარაკო, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, ხვდებოდი უკვე რამდენიმეჯერ რომ მოხდა ჩვენ ქვეყანაში პატარას დიდის თუნდაც მოწინააღმდეგე ძალებისგან შემოგდებული ამბების ვერ მართეს. ანუ პირიქით ვერ მართეს კი არა, ხელი შეუწყეს და გიჟივით ვიყავი რომ აი როგორ შეიძლება ომის დროს რა მოხდება და რატომ თქვი პროპაგანდა ხანდახან სასარგებლო არის მეთქი რა. პროპაგანდა აუცილებელია იმისთვის რომ მოსახლეობა შენ არ გადაგივარდეს ნიჰილიზმში, აბსოლუტურად არ დანებდეს და ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირი დანებდებოდა მოსკოვში იყვნენ ისა რა ქვია გერმანელები და რომ არა პროპაგანდა. დღეს მედიის უნიფიცირება და ეხლა რაც უკრაინაში ხდება, მათ შორის უკრაინაში არჩევნები როგორ წარმოიდგინათ არჩევნები მედია არ არსებობს, ანუ უნიფიცირებული მედია ერთი პლატფორმაა და რატი უკრაინელმა ხალხმა არ იცის რამდენი არის დანაკარგი, აი იმიტომ რომ ეს არ შეიძლება, ეს არის ინფორმაცია, აი ნეგატიური ინფორმაცია არ გადის მედიაში რა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თუ კი არ წაიღოთ გამოწერილი ახლა გამოვიდეთ არხი, თქვენ კი ვისაც გამოწერები ხართ აქტიურად კომენტარებში ძალიან მოგწონთ ჩართულობისთვის და ეხლა მოდი უკვე დავკონკრეტდეს საქართველოზე რა. ვილაპარაკეთ შვეიცარიის გამოცდილებაზე, უკრაინის გამოცდილებაზე, პრინციპში სოფლიოში ერთ წამყვანი და სოფლიოში რაც ახლა რეალურად პრაქტიკაზე არის და ჩვენთან ამ მდგომარეობა, ну, კაი, მეტრო გვაქვს და ვიცით რომ მეტროში უნდა წავიდეთ. რაღაცა მიწისქვეშ გადასასვლელებიც გვაქვს, ეგეც, ну, შეგვიძლია გამოგვიყვანოს. სხვა რა ვიცი. აი, მე ახლა ბევრი რამე ვიცი, თუმცა საიდუმლოს თქმა არ გვინდა. საიდუმლოებები არ იმას რა ქვია. გავთქვათ, უბრალოდ ერთ ამბავს მოყოლებს არ არის საიდუმლო. 2008-ში საზოგადოებრივ მოწყობილობაზე მუშაობდი, საზმაოს აქვს თავისი ბუნკერი რა. და ეხაც აქვს. ახალ შენობაში არ ვიცი. კოსტავოს 68-ზე ლაპარაკობ და უბრალოდ რომ ჩავედი ბუნკერში, ისეთი ხდებოდა რომ დაგემართა ტუბერკულოზი და დაალაგება დაიწყეთ. ხო პირველი შავა ბიჭო ეს გადავიტანოთ. ზოგადად რა ხდება ახლა ამ ხრივ საქართველოში? რა ვიცი, ქრისტმაც შეგვიძლია. ეხლა რა ხდება ნახდათ ვერ გეტყვი. მაგრამ მე შესავალს გავუკეთებ შენ გააგზავნე აუცილებლად. ანუ რა ვიცით, სწორად აღნიშნა კობა. ერთია, რაც მე და კობამ ვიცით და შეიძლება საზოგადოების რაღაც ნაწილმა იცოდეს, მაგრამ რა ვიცით დირექტირებით, დაუშვათ აი სახელმწიფო ან ნებისმიერი ორგანო რა ცნობას გვაძლევს თუ სად შეიძლება იყოს თავშესაფარი. ეგ კიდე აი ესე რომ გავყოთ რა, ვიცი ეგ ბუნკერების მეტი რა ვიცი. სად ამბიჭები გააგზავნეთ, თქვენ თუ იცით ბუნკერებზე რა იცით, დაწერეთ კომენტარებში და მე გადავამოწმოთ ამდენად დაიმთხო არის. ერთი ბიჭი არის კიდე შეგვიძლია ისიც დაუშვათ ბუნკერებში ესე რომ ვთქვათ მოგზაურობს საქართველოში. არ მგონი არა საიდუმლო ბუნკერებს მოიცავდეს დებდეს და განიხილავდეს, მაგრამ არა საიდუმლო ბუნკერები ნებისმიერ ქალაქში და მე ვნახავ მაგას მე მგონი ყავს და რომელთა ნაწილიც რაღაც რიტუალების შესასრულებლად აქვს, რაღაც გარკვეული უმეტესი ნაწილი, ხო, ეგრეა, ყველგან ეგრე არის. ხა მე პოლონეთშიც ვარ, სადღაც ისეთ ადგილზე შევედი, დაახლოებით 20 წუთი მოძრაობდი ბუნკერში. მეგონა რომ პირველი ადამიანი ვიყავი და ბოლოს რაღაცები ეწერა და მეწყინა რომ რეალურად ვიყავი. ანუ ნახე ის უკრაინის ომამდე რეალურად ეს ბუნკერები არავის არ ახსოვდა რა და ну ჩვენ საქართველოში კი გვახსოვს რა არის მართვის ცენტრებიც არის და ბუნკერებიც არის და ყველაფერი არის იმ დონეზე, რა დონეზეც საჭირო არის. თუმცა ეხლა მაგის ლოკაციებს ვერავინ ვერ იტყვის აქ და არის მიზანშეწონილია და არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოება. თუმცა რო არის ეგ არავისთვის საიდუმლო არ არის ყველა. ბოდიში აქ თუ კი სახელმწიფო საიდუმლოება როგორ უნდა გამოვიყენო როგორც მოხალხე? ის თქვენი გამოყენებისთვის არ არის, ის ვისთვისაც არის იმათმა იცის. სამოქალაქოება რა? სამოქალაქოებზე ახლა მივდიოდი ზუსტად მაგისკენ. სწორად რო აღნიშნოთ რა ბოდიში კი არ გიყვარს ჩახტება. მაგრამ ანუ ეს საიდუმლო ბუნკერები უმეტესობა არის განკუთვნილი მართვისთვის. აი ხა მე ერთ-ერთი ბუნკერი ვიცი, რომელიც გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის დროს, იქ ჩადის დაუშვათ ეს ხელისუფლება ჩადის, ანუ მინისტრები ჩადიან, მმართველი ორგანო ჩადის და იქედან იმართება, ან მაგით არის გარკვეულწილად. ეგ პრინციპში არ არის ჩვენ სასოფლო ახლა. ხო, მაგრამ მაგით ვიძახი რომ რაღაც საიდუმლო რატო არის, ანუ საიდუმლო არის, იმიტომ რომ უბრალოდ იქედან მართვა განხორციელდეს რაღაც მარაგები შეინახოს. მე კარგი თუ გვაქვს, მაგრამ მოქალაქე სამოქალაქო ხალხმა რა ხდება, საწავლის. მე გეტყვით რა, ანუ ჩემი აზრი როგორ უნდა იყოს მოწყობილი რა, აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციას თონიგან სუდა თავიდან პოდკასტის დასაწყისში ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, როგორ არის სკოლები მოწყობილი ამა თუ იმ რაღაც განვითარებულ ქვეყნებში. და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მოიყვანა და მე რო ვთქვი რომ მათ თავიანთი გამოწვევები აქვს და ჩვენ გამოწვევების მიხედვით უნდა მოვამზადოთ ანუ ჩვენი საზოგადოება რა და განსაკუთრებით ბავშვები
იმიტომ რომ ბავშვები ყველაზე მოწყვლადი, მოხუცები და ბავშვები ყველაზე მოწყვლადი ის არის რა, ნაწილი არის ჩვენი საზოგადოების. ყველა ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გეგმა რა, ამა თუ იმ შემთხვევაში თავშესაფარში სად ჩაიყვანონ, როგორ წაიყვანონ, რა მიმართულებითი არ უნდა ასე შემდეგ რა, ეს გეგმები უნდა იყოს გაწერილი. აი რო ვახსენეთ ჩვენ სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, ანუ SOP-ი, ეს პროცედურები ყველა ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გაწერილი და ჩემი აზრია ესეთი, ამაზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო და სახელმწიფო უნდა ავალებდეს მათ რა. კი არის რაღაც სახანძრო ევაკუაციის გეგმა ყველა შენობაში, მაგრამ ჩვენ ხო მარტო სახანძრო გამოწვევების წინაშე ან რაიმე იმის რა ქვია, მიწისძვრების ან ბუნებრივი კატაკლიზმების გამოწვევების წინაშე არა ვარ. ჩვენ სერიოზული გამოწვევის წინაშე ვართ, ომის საფრთხის წინაშე ვართ მუდმივად. ანუ ისტორია ჩვენი ისტორია ამისი ნათელი მაგალითი არის რა. 4000 წლოვანი ისტორია გვაქვს და მთელი ამ ისტორიის განმავლობაში ყველა საუკუნეში 2-3 დიდი ომი გვაქვს გადატანილი და არც წინა საუკუნე იყო გამონაკლისი და არც ეს საუკუნე. მაგიტომაც არის კობა რომ აი შეიარაღებული არის და თუ ამ შეიარაღებულმა უშველა მე უკვე შუბით აპირებს გაგრძელებას თავდაცვის. რომაელი შუბია რომაელი ლეგიონერის და ნახე რა წერია სენატუს პოპულუს quaes romanos. ანუ სენატი და ხალხი მართავს რომსო. იდეალური ის არის რა. წყობა. მოკლედ თბილისზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე რომ კონცენტრირდება. ბრუნდები. სად მიდის ეს ხალხი? ბრუნდები. ანუ არის ძველი შენობები თბილისში, რომელიც შენობებსაც აქვს ბუნკერები. მაგალითად 165 საშუალო სკოლა. 165 საშუალო სკოლა იმიტომ ვიძახი რომ მე მაგ სკოლაში ვსწავლობდი და ვიცი რომ მქონდა ბუნკერი, საკმაოდ სერიოზული ბუნკერი აქვს, თავის ვენტილიაციით და რაღაცით, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, საზმაუს ბუნკერში რო ჩახვედი, დაგემართა ტუბერკულოზი და ამოხვედი. ანუ ეგ არის რა, ყველა ბუნკერი მაგ მდგომარეობაში არის დღეს რა, თბილისში. თუ ამ ბუნკერებს არ მიეხედება, ჩვენი მეტროპოლიტენი ძალიან კარგად არის მოწყობილი იმისთვის, რომ ყველას აქვს მაქსიმუმ აი კილომეტრი და 200 მიასწროს და მივიდეს მეტროპოლიტენის სადგურამდე და ჩავიდეს. გარდა დიდუბესი და ელექტროდეპოსი იქ ვერ ჩავიდნენ. ხო, მაგრამ იქიდანაც ძალიან ადვილად მივლენ იმას ნაძალადების და ვაგზლის მოედანზე. ანუ ესე რომ ვთქვათ, თბილისში შეგვიძლია იმ შემთხვევაში თუ არ იქნება მომზადებული ინფრასტრუქტურა, თავდაცვითი ინფრასტრუქტურა, მე მაგალითად მოსახლეობას ვეთქვი რომ ჩავიდნენ მეტროპოლიტენში. დიახ, საფრთხის შემთხვევაში. იგივე ვთქვათ, ანუ ის სარდაფებს დაუბრუნდეთ, ეხა იგივე მასივებში ყველა корпуს აქვს სარდაფი, თუმცა ეს სარდაფებში რა მდგომარეობა და რა ხდება? დიახ და არც ხარ დაცული, იმიტომ რომ ის სახლი თავზე დაგანგრევა რა. პლუს ხმოვანი სასიგნალო საშუალებები ქალაქში, ხა მე ბევრ ქალაქში მაქვს ნანახი და მომისმენია კიდეც სწავლების ბრიტანეთში შევესწარი ერთ-ერთ სწავლებას, სადაც ქალაქი იმართება, ანუ ესეთი სირენები და ხმოვანი, სადაც გეუბნებიან რომ დავუშვათ მოსახლეობა მიწის აი თავშეკრის ადგილი ნომერი 1. ანუ ეს მოსახლეობა გადაადგილდა, ან აღარ არის იქ გადაადგილება საჭირო, ან გაჩერდა საერთოდ ეს აღარ არის საშიშროება. ეგ არ ვიცი რამდენად არის გამართული მე ვფიქრობ უკრაინაში არის კი და სხვათა შორის ერთ ამბავს ვუყვები თბილისთან ახლოს საიდუმლო შეიძლება იყოს და არ ვიტყვი ადგილს თბილისთან ახლოს მდებარე ქალაქში ვიყავით არა ხო ნუ როსახელი რასთან ახლო ქალაქში იყავით თონები ტიფლისი არც ისე ახლოს სხვათა შორის გავართულოთ და ერთ-ერთ სწავლებაზე ვიყავით და ნუ ამ ბუნკერთან მქონდა შეხება და მარტა ესე შემთხვევით უბრალოდ რაღაც ჩამრთველი იყო და დაინტერესებული ვიყავი ძალიან მაინტერესებს მეც ბუნკერები და რაღაცა ჩავთე რა, იმიტომ რომ მეგონა რომ საერთოდ წყობიდან გამოსული იყო ეს სისტემა საერთოდ. და ეს ხო ჩავთე გავაგრძელე რაღაცებს დავდივარ და უცებ მესმის სირენის ხმა, აი როგორი ხმა, იცი, აი მეორე მსოფლიო ომის დროს რო გაგვიგია რომ აი რაღაცა დაიქოქა ეს ხმა და იზრდება და იზრდება და უცებ ყველანი დავპანიკრით, ანუ გამოვიქეცით ამ ბუნკერიდან ამოვედით და ხმა იმდენად ძლიერი იყო რომ მივხვდი რომ ეს ხმა იყო გათვლილი იმ დასახლებაზე საერთოდ, ანუ უზარმაზარ დასახლებაზე წავიდა. და ანუ მართლა გეუბნები, ყველანი და ანუ ამ როგორი ამბავი ატყდა, იცი, ანუ საიდან მოდის და საერთოდ რა ხდება, ჩვენც არ ვიცით, ომი ხო არ დაიწყო მეთქი და ბიჭო, მე ვიღაცებმა გააჟღა რამე ხო არ ჩართეთ და რაღაცა და
უცებ გამახსენდა სად ჩავრთე და ჩავიპარე გამორთი და საერთოდ 2 წუთი დაჭირდა იმ ხმას რომ გამორთო. ანუ ეგეთი ტიპის ხმოვანი სიგნალები ჩვენ გვაქვს თუ არა და მართლა როგორ შეიძლება ქალაქში. მე არ მომისმენია თბილისში ჩემი არსებობის. სად დავუშვათ აი უბნები იმართებოდეს რომ დავუშვათ აი საბურთალოს ვარ. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს იყო თბილისში ეგ საჭირო არის ხო თავდაპირველად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საიდუმლო ობიექტებზე ერთი რამე უნდა გავაცნობიეროთ რა. ყველა საიდუმლო ობიექტი რომელიც ეს ბუნკერები და მათი უმრავლესობა საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული. ყველა მოწინააღმდეგე არ არის საიდუმლო. ჩვენთვის საიდუმლო არის. ანუ ჩემთვის საიდუმლოა, მაგრამ ტრისთვის საიდუმლო არის და იმისი აშენებულია. თუმცა თავი შეიძლება მაინც დაიცვა ამ პირიქით. არა, რა თქმა უნდა. არ მოწინააღმდეგე მარიცი ზუსტად რომელია მოწყობილი სამაგისო. ხო და ანუ ახლის მოწყობებზე ხოლმე გვეფიქრეთ, რაც შეეხება ხმოვან შეტყობინებებს უკრაინაში მიუხედავად იმისა, რომ კი სირენები ქუჩაში ისმის, მაგის გარდა ძალიან გამართული აპლიკაციის სისტემა აქვს. ტელეფონზე შეტყობინება. პირდაპირ ტელეფონზე მოგდის შეტყობინება, როგორც და მე აპლიკაციაში შედიხარ და საერთოდ ტრაექტორიას უყურებს, საიდან მოფრინავს, დრონი მოფრინავს, ბალისტიკა მოფრინავს, ეს ანუ თანამედროვე. ხო, თანამედროვე სამყარო. შეიძლება მაგის ჩახშობა ძალიან მარტივად. არა, ვერ ჩახშობა. ვერა? აპლიკაციები ხა გამართულად მუშაობს. ძალიან გამართულად მუშაობს. კი, მათ შორის კიევში ცენტრალურ უბნებში ეს სირენის ხმა ისმის, მაგრამ ეგრეთ წოდებულ სპალნი რაიონებს რო ეძახიან, ანუ სადაც იქაც ისმის. მე ვარ ნაყოფ, სადაც არის ის. სატრაეშინაზე? ჩაერთო უკრაინა. იქ ცენტრალურს. ეგ არის ტრაეში. ხო, ეს სახელი დავიცვა. იქ ცენტრალურზე მარცხენა სანაპირო. სადაც არის ის რა. მაგრამ ყველას აქვს გადმოწერილი აპლიკაცია და ეგ კი არა, თბილისშიც რო ვარ, ამ აპლიკაციაში უბრალოდ ისა მაქვს. გათიშული მაქვს, თორე მოდის პირდაპირ, როდის იწყება, როდის თავდება, თავში საფარიც აღნიშნულია ამავე აპლიკაციაში. სად უნდა წახვიდე. და რაც თავარია დროს გიწევს. თუმცა უკრაინაში ამას დასჭირდა 3 წელიწადი. თქმა უნდა, მაგრამ ხო ომის დაწყებიდან ანუ ხო არსებობს და შენ გაქვს იმის ფუფუნება, რომ ამაზე წინასწარი ზღუნო. მაგას ფულს ანუ უკვე არსებობს. იყო პროაქტიული. პროაქტულად გააკეთა. ნუ მაგას ახლა დაკვეთა უნდა რა, თორე იქ უკრაინაში ეს აპლიკაციები შექმნეს ვალანტიორებმა, პროგრამისტებმა. მარტო სირენა იყო, მარტო გაფრთხილება. რატომ მე მომდის ხოლმე ხა 112 და შეტყობინება, რომ 50 თეთრი ჩავმეჭრა. არა, 50 თეთრის გარდა. სტორმის შეტყობინება. სტორმის შეტყობინება. ეგ ხა დაიწყო ბოლოს. კარგია, სულ რაჭის შემდეგ დაიწყო. მოხდა ეგ ამბავი, მაგრამ მაგას რა პრობლემა აქვს ჩემი აზრით, რა. მოგდის შეტყობინება რაღაცა ხდება, იყავით თხილად. ხო. აი ეს თხილად ყოფნა რას ნიშნავს? რა უნდა გავაკეთო? სახლში უნდა დავჭე? სადმე უნდა იქნება კაცო იქნება სადმე უნდა წავიდე. ანუ მე ვფიქრობ რომ ამას თითის წვერებზე უნდა იარო. აი ეს ფრთხილად თითის წვერებზე უნდა გადაადგილო. კარგი, ანუ არაფერს ჯობია, ასე ვთქვათ, მაგრამ ის არის დასახვეწია რა. და აი რადგან ამაზე აი ახლა სადაც ვარ ჩვენ აქ საკმაოდ დიდი ქარია რა და ძალიან დიდი შანსია იმისა რომ სადაც სახურავი ახადოს და ეს რა ქვია თუნუქის სახურავი დაფრინავდეს და დაგეცეს თავში. ანუ ფრთხილად იყავი რას ნიშნავს? მაგას ვეძო ხანო. ცაში ვიყურო, გარეთ არ გავიდე, თუ გადავადგილდები, როგორ გადავადგილდე, რის ქვეშ გადავადგილდე, ასე შემდეგ. ამისი დაწვრილებით კონკრეტული ინსტრუქტაჟი უნდა იყოს რა სადღაც რა. რადგან რაჭა ვახსენეთ, რამდენად შედის სამოქალაქო თავდაცვის სისტემის გამართულობაში წინასწარი გაფრთხილების სენსორების არსებობა. და გარდა ამისა, ჩვენ მქონია უბრალოდ ტრაგიკული შემთხვევები, იგივე აი თქვა თოლში ჩარჩენილი მონადირე რაღაც. აი ამაზეც თუ გვაქვს რაღაცა ეს კონკრეტული რეკომენდაციები არჩეულია, აი უბრალოდ ესე ვთქვათ, რომ იგივე თქვა მონადირე წავა და თოლში ჩარჩება ან წყალდიდობის დროს ან რაღაცა ძალიან პრაგმატული კონკრეტული რეკომენდაციები რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს ასე დროს, რომ თავისი სიცოცხლე გაიხანგრძლოს, სანამ პროფესიონალი დამხმარე მოვა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სანამ წახვალ მანამდე უნდა მოემზადო ამ ყოველთვის და უნდა იცოდე, შეისწავლო რელიეფი, ამინდი იცოდე, რა დონემდე შეგიძლია სიღრმეში შეხვიდე, თუნდაც ნადირობის დროს რაც ახსენე. და შემდეგ უნდა იცოდე, ალბათ უკვე ბოლო ეტაპზე ამ ყოველს რო გათვლი, როგორ უნდა გადაირჩინო თავი ამ სიტუაციაში. ანუ ჩემი გამოცდილებიდან ახლა მე ბრძოლა ზამთრის პირობებში თვითგადარჩენის კურსი მაქვს გავული ნორვეგიაში და ან მაგ პირველი ეგ ამბავი გავიგე იყო, რომ როდესაც თოვლში და ყინვაში გადაადგილდები, ანუ ჩვენ ესე დავტოვეს ერთ-ერთ დღეს თოვლში, სხვათა შორის -27 გრადუსში, სადაც მანამდე დავშათ ჩამოწოლილი თოვლის შემთხვევაში თავშესაფრის
გაკეთებ მომზადებაზე ვიმუშავეთ. Ქონდა საშუალებები დავუშვათ კარავი აგვეწყო და კარვავში სხვადასხვა ტიპი ხო თორნიკე და ის გაძლევს საშუალებას იმისა რომ იგლუ გააკეთო შიგნით რა. კი, ნუ არ გულისხმობ ხა თუ ქარია უბრალოდ და ყინვა არის თუ იქ იყო თოვლი ისეთი ხმე მახსოვს ეგ რასაც გულისხმობ გამახსენდა ისეთი გავვალი თოვლი იყო და ის ხელა თოვლი იყო რომ თვითონ ფეხით მოსიარულე მაშველებიც ვერ მიდიოდნენ და ვერ ფარავდნენ მანძილს იმიტომ რომ თოვლში იფლობოდნენ და ამ შემთხვევაში ყველაზე ხა ჩემი გამოსვლები რასაც ვიძახი ის არის რომ ან უნდა მოძებნო ისეთი სადაც ჩამოწოვის საფრთხე არ აქვს თოვლს ან მოცურების საფრთხე არ აქვს და ყველამ ვიცით თუ ყველამ არ ვიცით ვიცოდეთ რომ თუ თოვლშივე მოვაწყობთ თავშესაბარს აი გამოვიღებთ და ბუნკერივით გავაკეთებთ თოვლი უნდა ჩავიდეთ და იგლუ თოვლში კეთდება ხო მაგ შემთხვევაში უკვე თითქმის 0-ზე დადის ტემპერატურა თუ ყოველ შემთხვევაში იმ ტემპერატურაზე დავარო ქარი არ გიბერავს გარე არსებული ტემპერატურა იწევს და თუ ერთი ხარ ან ორი ხარ მით უმეტეს უფრო მეტი საშუალება გაქვს რომ დაუშვათ ჩახუტების შემთხვევაში წინა პოდკასტს უბრუნდები ნიჩბები ნიჩაბი აუცილებლად ნიჩაბი თუ გექნება აუცილებლად სულ არაფერი ვარ ჩვენც ეგ დავწოვეს კი ანუ ჩვენც რომ დავწოვეს ნიჩაბი კარგია ჩემი არის ხო უნდა გქონდეს საშუალებები რა ეხლა ჩვენ პირველი ესეთ სამოქალაქო ჩართულობა ეხლა ბოლოს როცა იყო მაშინ გქონდა ჩვენი მოქალაქეები რო დაიზენოს მაღალი გამავლობის მანქანებით და ტექნიკით მაგ შემთხვევაში ხო ბევრი თუნდაც იქ რომ მიდიხარ და დავუშვათ დრონის გამოყენება გინდა თუ წახვალ ერთი აკუმულატორით ხო ანუ მომზადება არის საჭირო მე ყოველთვის ესე უყურებ რომ სადაც მიდიხარ რაზეც მიდიხარ ეს უნდა იცოდე შენი შესაძლებლობები და იქ რა დაგხვდება და დავუშვათ 1%-იც ხო არის იმაზე ფიქრი რომ შეიძლება მე კავშირი დავკარგო და დავრჩე მომიწევს ერთი ღამე იქ ყოფნა ხო ანუ ამისთვის შენ მზად უნდა იყოს სამოქმედო გეგმა, სავარაუდო სამოქმედო გეგმა უკვე უნდა გქონდეს რა. სხვა შემთხვევაში განწყერული ხარ და შეიძლება დააზიანოს შენსკენ მომავალი მაშველებიც და კინემამ რუსული ანდაზა წამომწდა რა. კარგია რომ მოკლედ თუ კი თოვლში ისე მოხდა რომ აღმოჩნდით და რაღაც გზადაგი კარგად და ვერ გარაგნებთ აი ესე უბრალოდ წამოწოვას ჯობს რომ თოვლი გამოვხაროთ შიგნით შეხვიდეთ და იქ დაელოდოთ შველას, იმიტომ რომ გაკეთების ნაკლები შანსია, ქარი არ გიბერავს და გადაჭრენის მეტი შანსი. ნიშანი მაქსიმალურად უნდა დატოვო, რომ თუმცა ხო, მაქსიმალურად კაშკაშა. ხო, ფერადი რაც გაქვს მაქსიმალურად ცოტა მაღალზეც, იმიტომ რომ თოვლის შემთხვევაში შეიძლება დაემატოს ნალექი, ანუ ნიშანს ტოვებ ყოველ შემთხვევაში. სავარაუდო კვალი შეიძლება ვერ დატოვო, იმიტომ რომ წაშალოს. მაგრამ რაღაცნაირად ისეთ ღია ადგილზე შეიძლება იყოს ალამი დატოვა დროშა რა ესე რომ ვთქვათ და რაღაც პერიოდულობით ანუ როდესაც პანიკაში ხარ ყველა ვარიანტში ამ სიცივეში მით უმეტეს ბევრს მოძრავ ფოფრიანობ მე ეს ნებისმიერი გაჩერება ანუ აჩქარებს შენი ესე რომ ვთქვათ გათიშვის თუ სიკვდილის დროს და მაქსიმალურად სიმშვიდე იდენტიფიცირება ადგილის სადახარ ანუ ჩასვლა ამ თოვლში ოღონდ ეხა პირიქით ისეთ შეავნა ჩათხარო რომ დავუშვათ რაღაცა ჩამოწეს და მე ზემოდან ყველა ვარიანტში ტოვებ ნიშანს პლუს ზემოდან. აი ამ ნიშანთან დაკავშირებით მინდა ერთი დავაზუსტო მეც არ მახსოვს ან არ ვიცი რამდენად რეკომენდირებულია როგორც წესია ეგეთი კულტურა ეს ჭრაკევა ჟია პერეცია რაც კარგია ის მაგიტოა ეს რამდენად რეკომენდირებული რომ ეს გაიხადო სადღაც შემაღლებულზე დაკიდო რომ დაინახო და შენ ამის გარეშე რო არ გაიხდიეთ მესმის მაგიტო კითხვა არც უნდა გაიხადო ხო არა რეკომენდირებული რა თქმა უნდა მაქსიმალურად ეს კურთუკი ერთადერთი საშუალებაა შენ ჰიპოთერმიისგან მაშინვე ჩვენ ზუსტად ეგ მომენტი გქონდა და მაგასაც გავდივართ მასწავლებაში რომ შენ რაც გაქვს გაცვლი შენ ანუ არის რომ მიდიან ლაშქრობაში ან თოვლში სანადიროთ და პირიქით შეიძლება ისეთი ჩაცმულობა გქონდეთ რომ ანუ ხო კამუფლებული არა ხო ეგეც მაგრამ მე ვიძახი აი შეიძლება ისეთი ჩაიცვა მოძრაობის დროსაც თუ შენ დავუშვათ ნადირობის დროს რაღაც ჩამჯდარი ხარ და გიწევს მოძრაობა არ გიწევს რა თქმა უნდა მეტი უნდა ჩაიცვა მაგრამ არის შემთხვევა როცა მოძრაობ პირიქით შეიძლება გამომდინარე ამინდიდან ქარი თუ არის სხვა რამე სიცივე რა თქმა უნდა ანუ ისე არ უნდა ჩაიცვა რომ გაუფრიანდე და რო გაიხდი ეგრევე არ შემოგეყინოს მე მაქვს ეგ ანუ გამოცვლა მინდოდა და ხო 3 დღე მოძრაობდით ჩვენი რაღაც რა ვქო მარხილით სადაც ჰქონდა ეს საშუალებები ნორვეგიაში და
შიგნიდან სპეციალური ბადე გვეცვა, რომ ეს თერმული შექმნილი იყო და ეს ბადე დამიტრიალდა და სისხლი თითქმის გამიშავდა ხელი და 3 დღის განმავლობაში ვეხვეწებოდი ინსტრუქტორს, რომ გავიხდი და გამოვიცნო მეთქი და ანუ არ მაძლევდა საშუალება, როგორც კი ჩამოურჩი ჩემი მარხივი და ინსტრუქტორი წინ იყო, გავჩერდი, ეს როგორც კი გავიხადე, აი ზედ გარედან ტანსაცმელი რომ გავიხადე, საერთოდ გამეყინა, რაც კი სველი იყო ტანზე და მივხვდი რომ სისულელეს ვაკეთებდი, ჩავიცვი და მე კაკრას რუსული სიტყვა ზუსტად იმ დღეს გქონდა კარვის დღე. დანარჩენი სულ მოძრაობდით და იმ კარავში რომ გავიხადე, ნუ თითქმის განგრენა მქონდა დაწყებული, ისეთ მდგომარეობაში ვიყავ და ხელი. მაგ დროს ალბათ თავს გვაცოდებს. არა, მაგ დროს ცოტა ისეთი რთული საფრთხეა, მაგრამ მაგ დროს ალბათ შეიძლება ხელი გაწილო, ვიდრე მთელი სკოლა. ხო, ნუ დაახლოებით. გეტყვი რა, აი თორნიკემ სწორად აღნიშნა რა, აუთ გადაადგილების დროს ჩვენ აი როგორც სამხედრო მარსზე ხო დავდიოდით, ზამთარი ზაფხული მნიშვნელობა არ აქვს. მათ შორის ამერიკელები კარგად აჯვევენ აი რეინჯერის კურსზე, რაც ხმანდხვით ზამთრის და ზაფხულის კურსები არის და რაც არ უნდა სიცივე იყოს, გორტექს ეგრეთ წოდებულ ზემო ხურთუქს არ ჩაგაცმევენ, უფლებას არ მოხსენებენ. აი სუგი და ეგრეთ წოდებული ხებე, აი ეს რა ქვია. აი ბებიებმა რო იცეფონ, ბავშვს უშვებენ ეზოში და ანუ მართლა და ყველაფერს აცმევენ და ანუ პირდაპირ გეუბნებით რომ ეგ ბავშვი უეჭველი გაცივდება. ანუ ბავშვი რომელიც სათამაშოდ ჩადის ეზოში რომ ფეხბურთი ითამაშება. პატარა ოდნავ ქარიან მინუსში არა, მაგრამ სიცივეა. ანუ 100%-ით გაცივდება ბავშვი, იმიტომ რომ ბავშვი რა ეხლა ეს ხوار დადგება. აი ცივ ზამთარში, მარშის დროს მაგალითად ჩვენ სპეციალურად ვიხდით. ქარგაუმტარი, წყალგაუმტარი საშუალება. არა, ქარგაუმტარსაც ეგეც გახსოვს რომ უფლებდებოდა. სუბუქად. შიგნიდან მაინც წყალი დგებოდა რა და ეხლა ზამთარში ის არის ცივი. ჯობს რომ აი ბატონო ჯობს რომ მაისური და ეს თხელი იმით თუ გადაადგილდები ისე დაგცხება მაინც რომ ვერ იგრძნობ იმას რა სიცივეს სამაგერო არ გაოფლიანდები და რო გაჩერდები ხელმისაწვდომ ადგილას უნდა კონდეს კი რომ მე ეს ჩაიცვა რომ მალევე ჩაიხვა ეგრევე მოას აქვე მოდი პრაგმატულ რჩევებში ჩვენთან ახლა ისეთი ყინვები არ არის რა აქვე პრაგმატულ რჩევებში კიდე რაღაცებს დავამატებ აი ამ ჩაცმულობაზე მინდა ის გავაკეთო იგივე გურიის სტიქის დროს მე მახსოვს ძალიან არ ვიცი რატო დაემართათ ფოტოშოპის ვეჭი გამიყარება მართლობისნალიზმში თოვლში სამაშველო ოპერაციაში თოვლის ჯარისკაცები იჭერდეს თოვლის გამოყურება იცვათ ეს მართლა ვერ ვხვდები ეს როგორ დაუშვეს რა ან მეთაურებმა როგორ დაუშვეს და ამიტომ ჯარის იცი რა მე მაგას ავხსნე რა თქმა უნდა თვალში მოსახვედრე იყო ყველაფერი და უბრალოდ ამ საუბარია რომ დავაკონკრეტოთ თოვლში სამაშველო ოპერაციის ახალები და იმის მაგალითად რა ეს რაღაცა ის პერიოდის მოდელო რამე ყოფილიყო გამოჩნდა თოვლის კამუფლაჟი ეცვათ რაც სამხედროებს შენერგუისთვის ჭირდებათ რაც გეტყვით ხა მე ჩემი აზრი რა არის მაგაზე და საუბარიც მქონდა ყველგან ყავს ესე ვთქვი მეგობრები და იყო ამაზე საუბარიც ანუ ჩემი გადმოსახედიდან ესე არის კი ან მოგეთ გამოდინე იქნება რომ მომზადება არა აქვს ამ ქვედანაყოფს მათ სხვა დანიშნულება აქვს და მათი ეს შენიღვა ზუსტად იმისთვის არის რასთვისაც ისტორიაშიც არ ქონია ამ ქვედანაყოფს ჩართულიყო მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ უშუალოდ ჩავიდეთ ორგანიზაციაში შენიღებ დავალებას მეთაური ან თუნდაც ზამთრის აღჭურვილობაც აქვს შესაბამისი რა მოკლედ რომ დავასრულებ რომ აზრი არ გამიწდეს რა ანუ იღებს ქვედანაყოფი ესე იგი დავალებას რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილდეს და დახმარება გაუწიოს. აი თვითონ დავალებასაც ხო გააჩნია. შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო რომ ანუ არ იყო პრიორიტეტი რომ ის შენიღბული ყოფილიყო ან გამოჩენა შესაძლებელი ყოფილიყო. ანუ რა თქმა უნდა უკეთესია რომ ჩანდეს და მაგ დროს შესაძლებელია უბრალოდ ამ ქურთუკებზე მოიცვა ამრეკლი და რაღაც მაგრამ ანუ კიდევ ერთხელ ჩვენ ისევ ჩვენებზე ვსაუბრობთ ანუ რესურსი არის, ბევრ რამეზე არის კომუნიკაცია. ეს ყველაფერი ზუსტად მაგიტომ მომწონს ხოლმე, რომ შემდეგ ვითარდება ეს ყველაფერი და სწავლობ და პრაქტიკა გამოვა. მაგრამ დავასრულებ, აი წარმოიდგინეთ ქვედანაყოფის ხელმძღვანელი იღებს ამის დავალებას. მას აქვს კონკრეტული აღჭურვილობა, რომელიც უნდა ჩაიცვას ჯარისკაცმა. შესაბამისი რა. ხო, უნდა ის პასუხისმგებელია იმ აღჭურვილობაზე, იმ ჩაცმულ ნებისმიერ საშუალება, რაც თან უნდა წაიღოს, ყველაფერზე პასუხისმგებელია, იარაღიდან დაწყებული და ბოლო ასანთით დამთავრებული. ამიტომ მე სწორად დავინახე ხო რადგან მაგ ოჯახის წევრი ვარ და მაგ ორგანიზაციის ვიცი მან დაახლოებით რაც მოხდა იმ პერიოდში უბრალოდ პასუხისმგებლობას ის მეთაური თვითონ ვერ აიღებს ასე რომ ვთქვათ ისე ვიქმნიდი ვარ რომ ანუ არ არის ამაზე წუთნები თორე მარტივად შეიძლება მოეცვა ხო დარწმუნებული აზრათაც მოვიდო და ვინმეს
უბრალოდ აი დამატებით ეგ არის ჩვენი პრობლემა, რომ აი დავშათ მეთაურს შეეძლოს ინიციატივის გამოჩენა და ამის დამუშავება, თორე დარწმუნებული ვარ, ეგ მოუვიდოდა თავში. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. ნახე, ჩვენ საერთოდ როგორი კლიმატი გვაქვს რა, ძალიან იშვიათი არის ეგ მსგავსი თოვლი, რა 10-15 წელიწადში. მოსახლეობაში. ჩვენ ხარ გვაქვს რეგიონი, სადაც თოვლის უარი. მუდმივად არის. ხო. სად? ბუდაური ბაკურიანი. მან ყველა ნახე, მან და აბსოლუტურად ყველა სამსახური შესაბამისი აღჭურვილობით არის მომზადებული ყოველთვის რა. აი სამხედროები რო არა. მომზადებული არ ვიყავით, მაგაზე ვთანხმდებით, რომ მომზადებული არ ვიყავით. სამხედროები რო ჩავხდეთ, სამხედროები მაგისთვის მზად არის. მეც ეხა აი ჩემი ავტომობილიდან გამომდინარე, არა მზად არის შემოთავაზება. შესაბამისი აღჭურვილობა აქვს, სხვა რამისთვის არიან მომზადებული. გურიაში მაქვს სოფლის სხვათა შორის ერთ-ერთი ლეჩხუმელის კაც მაქვს გურიაში და მინდოდა ჩართვა რა ამ იმაში ტრანსპორტიდან გამომდინარე ჩემი მეგობართან ერთად და რო ჩავერთით უკვე ჯგუფში და დაიწყო მიმოწერა რა არის საშუალება თulis ამ უნდა წამოვიდეთ რა წამოვიღოთ და ამ შემდეგ პირველ რიგში იყო ძალიან კარგად დაამუშავეს მაგ ბიჭებმა სხვათა შორის ეგრეთ წოდებულმა ოფროუდებლებმა ესე იგი გამოცდილებიდან გამომდინარე 3 დღეში მხოლოდ გამოცდილება დადო რომ ანუ უკვე ჩამონათვალი იყო რა უნდა ქონოდა კონკრეტულად მძღოლსაც კი და მე აღმოჩენ რომ არ მქონდა ანუ ჩემი სამხედრო აღჭურვილობა რაც მაქვს დავუშვათ არანაირად არ ედრებოდა და წავედი და ვიყიდე ეს ყველაფერი ეხაც მანქანაში მიდოს რომ რაღაცა დაჭირდეს იქ განა იმიტომ რომ დავუშვათ უბრალოდ მე რო გადავრჩე და მე თვითონ არ გავიყინო სადღაცას სულ მანქანით ხო აი გავიგე თუ რა მიწებადება თბილ მე მინდოდა ისე შეჯამება იმ ჩვენი რადგან სამოქალაქო თავდასხმაზე ვსაუბრობდი და იმ ბუნკერებზე პირველად სამედიცინო დახმარებას და ასე შემდეგ. გარდა მაგისა, იმ ადამიანებმა უნდა იცოდნენ ტოპოგრაფიაც, სახმელეთო ნავიგაციას უნდა შეეძლოთ და ასევე საცხოვრებელ მომზადებას. თუმცა აი კი მოკლედ დავთქვი, რომ საწყის საბრძოლო მომზადების კურსის ანალოგიური უნდა იყოს მე-9-დან მე-12 კლასამდე ეს სკოლებში. მაგრამ დანარჩენმა საზოგადოებამ რა ქნას, რომლებიც სკოლებში ასწავლობენ, ხო უნდა ისწავლონ. ამისთვის არის ძალიან კარგი რესურსი არის ინტერნეტი რა. ინტერნეტში შეუძლიათ შევიდნენ და ნახონ აი მარჩის პროტოკოლი რა. გარდა იმისა რომ გაიგებენ ეს მარჩის პროტოკოლი რას ნიშნავს, ანუ პირველად სამედიცინო დახმარების. ასევე შეუძლიათ მე ვიდეოები ნახონ, სასწავლო ვიდეოები, რომელი ვიდეოებიც ასწავლით მათ როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ შემთხვევაში. და ეს ვიდეოები დიახ. კი, ჩვენ ხშირად ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩვენი რელიეფი გვაძლევს იმის საშუალებას რომ ძალიან კარგად გქონდეს მოწყობილი თავდაცვა აბსოლუტურად ყველა რეგიონში და რაიონში და აი ეს ყველამ დავიცოთ ჩვენი საკუთარი სახე. და ვიყოთ პროაქტიულები და პოსტფაქტუმ არ ვიმოქმედოთ, რასაც ბოლო პერიოდში მე რასაც ვაკვირდები, სულ ყოველთვის რაღაცის მოხდენის შემდეგ იმდენი რესურსი იხარჯება, იმ ხელა სტრესს იღებს საზოგადოება, ამ ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლები, რომ ანუ ტელევიზიები იტვირთება ეს რაღაც ნეგატიურ კონტექსტში გადაეცა ან ზღვა გინება და გადავიდეთ ლოზუნგზე თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომის კი მადლობა მოკლედ მადლობა ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე მომავალ თემამდე